გამარჯობა. კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ძალიან საინტერესო თემაზე სამსჯელოდ, რომელიც დღეს ძალიან აქტუალური არის ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს საკითხი ალბათ კაცობრიობის დაბადებასთან ერთად გაჩნდა, მას შემდეგ რაც გაჩნდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ინფორმაცია, რა არის ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტების მაძიებელი ხალხი რაღაცნაირად მიხვდა, რომ არსებობს განსხვავება ამ ინფორმაციას და ჭეშმარიტებას შორის და არსებობს დაინტერესებული ხალხი, რომელიც ცდილობს ჭეშმარიტება გარდაქმნას და ამ გარდაქმნილი ჭეშმარიტებით შექმნას სამყარო, რომელიც მისთვის იქნება სასურველი, ხო, მომგებიანი. პირველი მაგალითად დავასახელოთ, იქნებოდა პლატონის გამოქვაბულის მითი, რომელიც აღწერილი არის მის რესპუბლიკაში, დიალოგში, სადაც ის აღწერს გარემოს, სადაც ადამიანების ხედან გამოქვაბულში და გარეთ არსებობს ნამდვილი რეალური სამყარო მზის ქვეშ და არის ხალხი, რომელიც ამ გამოქვაბულში ყოფ ხალხს თოჯინების საშუალებით რაღაცა ჩრდილების თეატრს აჩვენებს. და პლატონი ამბობს, რომ ეს არის რეალობა, ჩრდილების სამყარო არის რეალობა და რეალური სამყარო კიდევ იმის მიღმა არის, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს, უნდა დახარჯოს რესურსი, უნდა ენერგია დახარჯოს იმისთვის, რომ ამას ჩაწვდეს განათლებით, ფილოსოფიით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დარჩება ჩრდილების სამყაროში. და ალბათ არაფერი არ აღწერს დღევანდელ პროპაგანდას ისე კარგად, როგორც ეს ალეგორია და მართლაც ხშირად, თუნდაც ამ манипуляტორების შემხედვარე ძნელი არ დაინახო ის ხალხი, რომელიც პლატონის გამოქვაბულში, ან იმ ხალხის ადგილას, რომელიც მიჯაჭვული არის და უყურებს ამ ჩრდილების თეატრს, არ დაინახო ის ხალხი, რომელსაც ჩვენ პროპაგანდის მსხვერპლს ვეძახით, ხო? და აი ეს დილემა, რომელიც დღეს ჩვენ გვინდა რომ განვიხილოთ, ეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აქ სტუმრებმა მიიღეს თავის დროზე. ეს არის ჟურნალისტის წინაშე დამდგარი არჩევანი, რა უნდა აირჩიო, უნდა აირჩიო ჟურნალისტიკა, რომელიც რაღაცა ეთიკას გულისხმობს, თუ უნდა აირჩიო რეჟიმის მსახურება, პროპაგანდა და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ხალხი, რომელიც აქ არის დღეს სტუდიაში, ზუსტად ღირსეული ნაბიჯი გადადგეს და მათ იციან ძალიან კარგად შიგნიდან, რას ნიშნავს, რა სირთულებთან არის ეს არჩევანი დაკავშირებული და ძალიან საინტერესო იქნებოდა გამოგვეკვлия ერთი მხრივ პროპაგანდა, მეორე მხრივ ჟურნალისტიკა და ასევე ის სიტუაცია, რომელშიც დღეს აღმოჩნდით. არა მხოლოდ ქართველები, არამედ ის ყველა ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად პროპაგანდას მოიხმარს, ისევე როგორც ჟურნალისტიკას. ამის რომ არ ვიცი, ვაცხადებ გახსნილად დიალოგს, შეგვიძლია დავიწყოთ დეფინიციებით, მაგალითად, სათხედავთ განსხვავებას პროპაგანდასა და ჟურნალისტიკას შორის. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რომელსაც იყენებენ ძირითადად პროპაგანდის მოხმარებლები, არის ის, რომ ყველა ჟურნალისტიკა არის პროპაგანდა. ის გეუბნებიან, რომ სინამდვილეში ყველაფერი არის პროპაგანდა და არც იმას უნდა დაუჯერო, არც ამას და თვითონ უჯერებენ პროპაგანდას. და ვფიქრობ, პირველი შეკითხვა იქნებოდა ეს, ვიცით თუ არა მკაფიო განსხვავება ჟურნალისტიკასა და პროპაგანდას შორის. ჩემთვის ჩვეულებრივი კლასიკური ჟურნალისტიკა არის არქეოლოგიის მსგავსი. შენ თხრი, ეძებ, პოულობ, იკვლევ, სწავლობ რა არის ეს და უკვე შემდეგ 1000 ჯერ გადამოწმებულს საზოგადოების წინაშე წარმოადგენ. რომ ეს არის და იმას წყალი არ გავა. კი, შეიძლება რაღაცა ნაწილი ამ აღმოჩენის და მიკვლევის დარჩეს მსჯელობის საგნად. მაგრამ რაღაცაზე უკვე კონკრეტულად ადგენ, რომ ეს არის. ეს არის, ვთქვათ, შუა ბრინჯაოს ხანა, ეს არის ადრეული თუ გვიანი ბრინჯაოს ხანა. კლასიკური ჟურნალისტიკა ჩემთვის არის ესეთი მიმართულება. არის საკითხები, რაზეც აი ესე როგორც არქეოლოგი თხრის და ეძებს და იკვლევს, ისე მუშაობს ჟურნალისტი და შესაბამისად უკვე გადამოწმებულ მტკიცებით ფორმაში აწვდი რა მაყურებელს ინფორმაციას, რომ ესეა. მე მქონდა მაგალითად ესეთი შემთხვევა, თავიდან 2004 წელს, როდესაც დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფორმირდებოდა. მქონდა რაღაც ჩემისეული, როგორც მაყურებლის ხედვა მქონდა და პირველად, როდესაც აღმოჩნდი პოლიტიკურ ток-შოუზე, სადაც ოპონენტებმა ერთმანეთი დაჭამეს, ეკრანიდან უყურებდი, შემდეგ სტუდიაში ჩავირბინე და მეგონა, რომ აი ეხლა ეს ხალხი ვაიმე უჩხუბი დაიწყება. ზოგადად პოლიტიკა ამით დამაინტერესა, პატარა რო ვიყავი, ერთი ტელევიზორი, ორი არხი, ერთ არხზე რო, მეორე არხზე რო რაღაცა საბავშვო კონტენტი გადიოდა, მამა ჩემი პარლამენტს უყურებდა და მამა გადართე და არაო, ეხლაო ნახეო იჩხუბებენო და მართლაც ამ პარლამენტში ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ ეს ბრძოლა წესების გარეშე მონაგალნი იყო და ნუ დამაინტერესა, შემდეგ ეხლა გინდა არ გინდა
გამყვა ეს ინტერესი. შემდეგ რომ ჩავედი ამ სტუდიაში და ის რომ ეკრანზე ამ პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირება ესე რეალურად მეჩვენებოდა, დასრულდა გადაცემა, ჩაქრა განათება, გაითიშა კამერები, ეს ოპონენტები ადგნენ და შეხმატკბილებულებმა გააგზელეს ურთიერთობა, ესეთი აუ მე როგორ გითხარი, შენ როგორ მითხარ, წამო ეხლა ხინკალი ხო არ ჭამოთ, არ მოგშივდა რაღაცა და ესე შეხმატკბილებულები წავიდნენ. მან მივხვდი რომ რაღაცა თლათ ისე არ არის როგორც ეკრანიდან ჩანს. გავაგზავნე მუშაობა და შემდეგ უკვე მივხვდი რომ დაიწყო უკვე ეს პერიოდი, როდესაც შეიცვალა ნაციონალური მოძრაობა ახალი მოსული არის, არსებობს განცდა და მოლოდინი, რომ აი ახლა თავისუფალი სიტყვა გაიმარჯვებს, იქნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი რეალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებს, თუმცა პირიქით უკვე რაღაცეები შეიცვალა სხვა მიმართულებით, რომ ანუ ახლა ჩვენ ესე გვჭირდება და ესე არის გასაკეთებელი. მაგის მერე მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთოდ უნდა ახალ ამბებს და პოლიტიკურ საკითხებს ჩამოშორებოდი და რეალურად ესე მოვახერხე 2013 წლამდე. სადაც არ შეჯობს გაცლას ჯობსო ამ პრინციპით. 2013-ში ერთ-ერთი თემა, რაზეც მუშაობდი, მაშინ არ ვარ წამყვანი, ვარ რეპორტიორი, იყო ჰუდონ ჰესის საკითხი. არის ეს პროტესტი, მივდივარ და დავიწყე საკითხის შესწავლა. დამაბარეს, რომ სიუჟეტი რეპორტაჟი არის გასაკეთებელი, მაშინ პოლიტიკური მესიჯი ესეთი პოლიტიკურ დონეზე იყო, რომ პოლიტიკური რიტორიკაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ენერგო დამოუკიდებლობა. აუცილებელი არის ენერგო უსაფრთხოებისთვის დიდი ჰესი, ეს გამომუშავება, ეს ისა და პოლიტიკური რიტორიკის დონეზე, მოკლედ ყველა ამართლებს, რომ ეს ჰესი ასაშენებელი არის. მეორე მხარე არის, რომელიც აპროტესტებს და ამბობს, რომ არა, იმხელა ზიანი შეიძლება იყოს, რომ არა, არ უნდა ავაშენებინოთ. ტექნიკურად აი არქეოლოგიური პრინციპით ჩავყევი, რომ აი რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რომ ჰესი უნდა აშენდეს, უფრო მეტი დადებითი არის თუ უფრო მეტი უარყოფითი არის. შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ანუ თუ ეს არის უფრო მეტი დადებითი, შესაბამისად ალბათობა ჰესის აშენების უფრო მაღალი არის. თუ უფრო მეტი უარყოფითი არის, შესაბამისად არ უნდა აშენდეს, ხო? ჯობია არ აშენდეს. ამაზე მუშაობისას დაუკავშირდი გარემოს დაცვის სამინისტროს, იქ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურმა მოდი მინისტრს ჩაგაწერინებო. მე უკვე მიკვლეული მაქვს, რომ არსებობს ესეთი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. მას აფასებს კონკრეტული დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტში არის კონკრეტულად ეს ტექნიკური საკითხები მოხარშული უკვე და ყველაზე მეტი პასუხი არსებულ კითხვებზე სწორედ ამ დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს. არ მინდა მეთქი მინისტრი ამ დეპარტამენტში ვინც ამუშავებს ის მინდა მეთქი. არა უკაცო მინისტრს ჩაგაწერინებო. ჩვენთან საქართველოში ახლა უმეტესად ურჩევნიათ რომ ჩაწერონ მინისტრი, ვიდრე რომელიღაცა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს საკითხი, ხო? მაინც იქ რომ მივედი, მქონდა ესეთი შემთხვევა, დამხვდა მინისტრი, დამხვდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ბოდიში მოვიხადე ძალიან მომერი და მინისტრი არის ახლა. მე 12 წლის წინანდელი ამბავია, ხო, 13 წლის წინანდელი. მაგრამ გავბედე და უთხარი რომ ბოდიში მეთქი თქვენი ჩაწერა არ მინდა, იმიტომ რომ თქვენი პასუხები ვიცი. აბა რა არისო ჩემი პასუხებიო? ეს რაც იყო პოლიტიკური რიტორიკის დონეზე, რომ ენერგო დამოუკიდებლობა აუცილებელი არის, ინვესტიციები აუცილებელია, ეს აუცილებელია. მე კონკრეტული ტექნიკური კითხვები მაქვს და თუ გნებავთ, მე გაგაცნობთ ამ კითხვებს და გადაწყვეტეთ, ჩამეწერებით თუ არა. საბედნიეროდ მინისტრმა მითხრა რომ არა, მე მიმართულებით არა ვარ კომპეტენტურიო, დაავალა საზოგადოებასთან ურთიერთობას, გამოუყვანე დეპარტამენტის ხელმძღვანელიო. დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მე შემდეგ კონკრეტულად გაირკვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა გამზადებულიყო ერთწლიანი დაკვირვების შედეგად, მაგრამ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო 6 თვიანი. კონკრეტული მოკლე კითხვა იყო, რომ ამ წარმოდგენილი დოკუმენტაციაზე დაყნობით გასცემთ თუ არა დადებით გადაწყვეტილებას. მან მითხრა რომ არა. შესაბამისად, შეუძლია თუ არა სამინისტროს მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება ჰიდროელექტროსადგურზე, თუ თქვენი გადაწყვეტილება არის უარყოფითი. ტექნიკურად არაო. მადლობა დავიმშვიდობე. რეპორტაჟშიც ეს ყველაფერი აისახა. ეს არის ჟურნალისტიკა კონკრეტული ერთი მიმართულებით. მაგრამ მეორე მხარეს გვაქვს პროპაგანდა, ხო? მაგალითად, იგივე ზედაპირული გაშუქება, როდესაც აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ენერგო დამოუკიდებლობა, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ინვესტიციების შემოსვლა, რა დადებით მოგცემს და მიიღებს ამ ყველაფრით ქვეყანა. თუმცა სიღრმეში, როდესაც ჩავდივართ, კი ეს ყველაფერი კარგად ჟღერს და ვეთანხმები, ხო? აუცილებელი არის ენერგო დამოუკიდებლობა, აუცილებელი არის ინვესტიციების შემოსვლა, ეკონომიკური განვითარება. ბევრი ბენეფიტი არსებობს, ხო? მაგრამ მეორე მხარეს კონკრეტულ ტექნიკურ საკითხს განვიხილავთ, ხო ჩვენ? და ამას აქვს თავისი კანონზომიერება, წესები აქვს, ხო, აი როგორ ვიწყებთ და როგორ გავდივართ ბოლოში. ჟურნალისტი აი ამ ყველაფერს მიყვება, ხო? უნდა გაყვეს. სამწუხაროდ პოლიტიკური რიტორიკა, პოლიტიკური მოლაპარაკე თავები, შემდეგ უკვე მაყურებელი ეხლა
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ხო? თევდორე რკინიგზის სადგურთან ჩამოინგრა კონსტრუქცია საცხოვრებელი სახლის დაიღუპა 2 ადამიანი. იმავე საღამოს ძალიან გავბრაზდი, როდესაც მივხვდი, რომ თბილისის დედაქალაქის მერთან და მერის მაღალჩინოსნებთან საუბარი ისეთი მიმართულებით წავიდა ჟურნალისტების მხრიდან, რომ მათ ხელმოსაჭიდი იპოვეს და გადააბრალეს იმ სახლის მობინადრეებს, რომ ისინი არ გავიდნენ. რეალურად კიდე საქმე სხვა მიმართულებით არის. ტექნიკურად ავარიული სახლი გვაქვს საშიშროება ჩამონგრევის, ამას რომ გავყვეთ ახლა, ხო? შესული არის ზარი მერიაში. ვინ მიიღო, ვის გადააბარა, რა რეაგირება მოხდა? განცხადებების მაჩვენებელი შესულია. და უკვე იქ შემდეგ უკვე თუ აქ უპასუხისმგებლობა ვლინდება, შემდეგ უკვე რასაკვირველია ქალაქის ხელმძღვანელობის უკვე პოლიტიკური თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხიც ვლინდება. მით უმეტეს, როდესაც მე ამბობს, რომ იცით რაშია საქმე? რომ აი ჩვენ შევთავაზეთ, თუ სხვა მიმართულებით მიდის. ჟურნალისტებმაც ამ შესაძლებლობა მისცეს. თუმცა პროპაგანდის გავლენა. ვიყავი ადგილზე მისული, დავათვალიერე რა ხდებოდა, მაინტერესებდა როგორი შენობა იყო თუ არა რკინა გამოყენებული, ანუ ცივი ბეტონი იყო ერთგვარი, ანუ მხოლოდ ბეტონი იყო ჩამოსხმული, შესაბამისად ამ ზარები რო გაიკეთა, მისი მდგრადობა უკვე დაკარგული არის. იქ რომ ყოფილიყო, ხო, არმატურა ჩაყოლებული, იმის მდგრადობა კიდე ასე თუ ისე და გამაგრება შეიძლება დაქვემდებარებოდა ან რაღაცა. არა, იმ დროს არის შენობა აშენებული და ისეთი წესით, რომ იქ უკვე ერთი ბზარი სავალალო შედეგის გამომწვევი შეიძლება ყოფილიყო. ამას უნდა გავყვეთ, თუმცა მოქალაქეებში აი გარშემო ლაპარაკს დაუგდე ყური. რა ეგონა თუ აბა, ხო თავაზობდნენ, რატო არ გავიდნენ? პროპაგანდა როგორ მოქმედებს უკვე მე მოქალაქეზე, ხო? მათ ეს ყველაფერი მეორე დღეს ვიყავი მისული. მეორე დღესვე უკვე აი ის რომ ჩვენ თავაზობდით მოქალაქეებს, რომ ისინი უნდა გასულიყვნენ ცხოვრებლებს, ხო? ეს გაიგეს, ხო, მაგრამ იმ ადამიანმა ხო არ იცის, რომ აი ეს ყველა, აი ეს არის ჟურნალისტიკა. ეს არის ჟურნალისტიკა, რომ აი ჩვენ აი ესე ტექნიკურად ესეც საკითხებს გავყვებით. პოლიტიკური საკითხების გაშუქება კიდე ხო სხვა რაღაცას მოითხოვს, ხო, სხვა მსჯელობას მოითხოვს. სამწუხაროდ დღეს საქართველოში საერთოდ აი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი პროფესიის კვლელობა დავარქვათ რა, ხო ნინო? იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი გვაქვს, სადაც დისკუსიას ხელს არ უწყობენ. იმისთვის რომ ესეთი საკითხები აი ესე ტექნიკურად გაშლილი და რო არ მიცემ საშუალებას ოპონენტს რომ ის გადავიდეს აი ესეთ რაღაცა იქით. მე რა მექნა ეხლა, აბა შევთავაზე იმას გამოსულიყო, ის არ გამოვიდა და ჩემი რა ბრალია. სინამდვილეში კიდე ჟურნალისტიკა აი ესე ტექნიკურად იგივე ხუდონ ესეც იყო ეს საკითხი, აქაც არის ეს საკითხი. როგორ გითხრათ ეხლა პროპაგანდა რატომ შეიძლება გქონდეს კარგი გასაქანი პროპაგანდას? და განათლებასთანაც არის კავშირში. აუცილებლად განათლებასთანაც და მეორე არის რომ ჟურნალისტიკას ეხლა ახლავს ძალიან დიდი ხიბლი. მით უმეტეს ჩვენ არის საზოგადოებაში. მეც მქონია ამ ხიბლის განცდა, საბედნიეროდ, რა ვიცი, ეგეც რაღაცნაირად აღზრდის ამბავი. ვარსკვლავი რო როგორ მე ჯერ ახალგაზრდა ადამიანისთვის რა გადავხედოთ რა კონტინგენტს რა. ძირითადად ახალგაზრდები არიან. ან ადამიანები, რომლებიც შემდეგ აი ჯერ ეკრანიდან უყურებენ, შემდეგ აღმოჩნდებიან ამ შიდა სამზარეულოში და აქ ეხლა უკვე ის პოლიტიკური თანამდებობის პირი არის თუ ვიღაცა მაღალჩინოსანი არის იმის გვერდით რომ ან ხარ ვიღაცა ცნობილი ადამიანის გვერდით ეს ყველაფერი თავში გივარდება რა. თავში გივარდება და აბა რა მეც წარმოგედგენა მაქვს. თუმცა აი თუ არა ხარ ადამიანი ძალიან თავმდაბალი, რთული არის მე მგონი ჩემი შეფასებით რომ გაუძლო ამას და მე ერთი არის რომ აპრობირებული არის რომ პროპაგანდის მსახურები სარგებლობენ იმით რომ მათ აქებენ. მათ უფასებენ ამ ყველაფერს, კარგი ხელფასი, კარგი მივლინება. ყოველთვის გვერდში, კარგი რესტორანი. აბა გადაღებიდან ახლა რესტორანში, იქით, აქეთ ჩვენები და შენც უკვე ხო იცი ესეთ პრინციპია, რომ ყველას უნდა რომ იქ სადაც ზალა არის, იქ სადაც უმრავლესობა არის, რომ ისეც მისი ნაწილი იყოს. დიდი ცდუნებაა. ხო. კი, ძალიან დიდი. ვერ უძლებენ რა. ეხლა უკვე ბევრი ჩამოიყარა თემა, რომელიც ღირსა ჩაძიებას და თუ გინდა დაუბრუნდეთ განსხვავებას და პროპაგანდა რა არის რა? პროპაგანდა არის ყალბი აღქმები, რეალურად როცა ჟურნალისტები ძალიან კონკრეტულ დავალებას იღებენ კონკრეტული მიზნების მქონე სუბიექტებისგან, პარტია თუ მთავრობა თუ სხვადასხვა, რაღაც კონკრეტული საკითხების გარშემო უნდა შეიქმნას ეს ყალბი აღქმები. ყალბი აღქმების შექმნა არის ძალიან მარტივი გზა. უმარტივესად კეთდება ეს, იცი დავალება, იცი რა სურათი დაეხმარება ამ აღქმების შექმნას. აი შენი ნათელი მაგალითია ძალიან კარგი, რომ უნდა შევქმნათ აღქმა, რომ აქ დამნაშავე იყო
კორპუსის მაცხოვრებლები. იმავე საღამოს პოსტივიზე გამოდეს რაღაცა საუბრის სამსახველი კადრები, როგორც თხოვდა მერის თანამშრომელი, რომ გამოდით, გადით და ის ძალიან საკმარისი იყო რამდენიმე წამიანი ვიდეო იმ დისკუსიის დასაბუსტად, რომ აქ პასუხისმგებლობა არის მოსახლეების მხარეს უფრო ვიდრე ქალაქის მუნიციპალიტეტის. და პროპაგანდისტების საქმიანობა არის ძალიან მარტივი რა. თითქმის აი ჩარევაც კი ისეთია ხოლმე რა მინიმალური რა. გაძლევენ დავალებას, გაძლევენ სცენას. ამ სცენაში გმირები იცი როგორი უნდა ყავდეს და მორჩა. მოლაპარაკე თავებით წინასწარ ყავს შერჩეული. მე ამ პატიოსან ჟურნალისტიკას, რომელსაც უწევს, რომ პატიოსან ინტერპრეტაცია გააკეთოს ფაქტებზე დაფუძნებული რაღაც საკითხების, ხო? ამ აღქმების გაბათილება და ამ აღქმების შეცვლა, რომელიც მისაღებათაც მარტივია, საანახავად მარტივია, წასაკითხად მარტივია, გავრცელების არხები არის სრულიად დივერსიფიცირებული და სხვა და სხვა. ხო, არის ურთულესი გზა. სხვათა შორის რომ მოვდიოდი აქ, ვფიქრობდი აი დილემაო, რო და დილემა და ყველაზე ისეთი ახალი არა, მაგრამ აი ბევრწლიანი დილემა ჩემი ეს იყო, რომ როცა მივხვდი, რომ ეს ტყუილი რა ადვილად ვრცელდება, რა ადვილია ხალხის მოტყუება და მე ვზივარ და ვცდილობ, რომ ეს მოტყუებული ხალხი მოვაბრუნო. ავუხსნა, რომ ეს არის ტყუილი. ვანახო, რომ ამ აღქმების მიღმა არის ფაქტები. ამ ფაქტების პატიოსანი ინტერპრეტაცია არა დადგენილი, არამედ პატიოსანი ინტერპრეტაცია, ხო, დასაბუთებული. ესეთი შეიძლება იყოს. ეს არის მოსაზრება, ეს არის ფაქტი, ეს არის მონაცემი, ეს არის მასშტაბი, ეს არის კონტექსტი. ამ ყველაფრის ახსნა არის მოსაწყენი, არის რთული, არის ან ვრცლად წასაკითხი, ან ვრცლად სანახავი და თურმე ვეღარ წვდები იმ აუდიტორიას, რომელთანაც ეს ტყუილი მიდის წამში. და ვფიქრობდი, რომ ანუ ეს ფორმა ჟურნალისტიკის ვფიქრობდი, რომ სხვა ამოცანა უნდა მქონდეს. არა, მე ისევ ის მქონდა იმის мотиваცია და ყოველთვის ის მაღელობდა, რომ როგორ დავეხმაროთ ხალხს, რომ იცოდნენ სიმართლე. როგორ დავეხმაროთ ამ აღქმების ტყვეობაში და გავლენის ქვეშ ესე მარტივად არ მოექცეს, იმიტომ რომ ის აღქმები მე მის ცხოვრებასაც ართულებს, ჩემ ცხოვრებასაც ართულებს, ჩემი შვილების ცხოვრებასაც ართულებს და ყველა ცხოვრებას აფუჭებს, ხო? ამიტომ მე მინდა რომ თანამზრახველი ვიყოთ ერთმანეთის, რომ რაღაცნაირად ამ სიმართლეში გარკვევა, მეცადინეობა არ დაეზაროს ამ ადამიანს და გძნობდი, რომ ეს ფორმები რა, როგორც მუშაობთ, ეს კარგი ჟურნალისტური მეთოდები, ქცევა, რუტინა ყოველდღიური ჩემი და ჩემი კოლეგების ვერა რა არ არის, ხო, მუშაობთ კონკრეტულ ჯგუფზე ადამიანი, ეს ძალიან საინტერესო ჯგუფია და ძალიან მნიშვნელოვანი, ვისაც არ ეზარება სიმართლეში გარკვევა, მაგრამ ეს არის ერთი სამიზნე ჯგუფი, რომელსაც თავისი გავლენა აქვს, ის რომ კარგად არის გარკვეული სიმართლეში, ის ხვებსაც ესაუბრება და მე ისე არ მინდა დავკარგო, რომ ვიღაც ვინც კითხულობს მარტო იქიკეტები, ხო, შენი სიმართლე გადის შემდგომ და შენი მუშაობის ეფექტი კიდე მრავალმხრივია ხოლმე, მაგრამ როგორ მივიდეთ იქ, სადაც ეს ტყუილი ყოველ დღე ესე ეფექტურად იმაშუება რა, ავრცელებს რაღაცა არასწორ აღქმებს და ეგ იყო ხოლმე სულ მაწუხდებოდა, რომ რა ვქნათ, აი როგორი შეიძლება იყოს ჟურნალისტიკა უფრო ეფექტური, რომ ამ აღქმების ტყვეობაში მყოფი ადამიანები გამოვიხსნათ რა, ან დავასწროთ ხოლმე ამ აღქმებს, ან მე მალე ვუმკურნალოთ და გავარკვიოთ, რომ ეგ არის ტყუილი რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მქონია ესეთი განცდა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მიფიქრია, რომ საქართველოში მედიამ და კარგმა მედიამ კარგად და საფუძვლიანად იმუშავა, მე აღმომიჩენია ხოლმე, რომ მათ შორის საკითხში გარკვეული ადამიანები მსჯელობის დროს არც არგუმენტების ცოდნიათ, არც რაციონალურად დასაბუთება არ წარმოუდგენიათ. საკმაოდ ზედაპირული და არათანმიმდევრული და მე ვუყურებ ხოლმე, რომ აი ამან თუ არ წაიკითხა, მე ვფიქრობ, რომ ამას მაინც უნდა წაეკითხა, რომ მე ეს წავა და ვიღაც ხუთს მოუყვება რა და იმ ვიღაც ხუთთან ამ მეგობრის იმ ხელით გავა სიმართლე და უცებ აღმოაჩენ რომ ამასთანაც ვერ მიაღწია. ხა მან შეიძლება ზოგიერთ ჩემ კოლეგებს აქვთ ხოლმე ესეთი დამოკიდებულება, რომ გადადის დაბრალება კითხველზე. არ კითხულობენ. მე სულ ვაბრუნებდი ხოლმე რომ რაღაცას ჩვენ ვაშავებთ. ანუ კი არ კითხულობენ, ეს კომფორტული პოზიცია, მე ეგეც შემიძლია ვთქვა. რომ შენ უნდა გქონდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ რაღაცებში გაერკვე სიმართლეს, რაღაცას რომ ლაპარაკობ, ჰაერზე არ უნდა საუბრობდე, იმიტომ რომ პროპაგანდისტვის ძალიან მოწყვლადი ხარ რა. მარტო აღქმის დონეზე რო გჯერა რომ ეს სიმართლეა, ეს საკმარისი არ არის რა. შენ უნდა იცოდე რაღაცას რომ ამბობ, რატომ არის ეს სიმართლე რა და არ მომწონს ხოლმე და ღელავ როცა აღმოვაჩენ რომ უპასუხისმგებლოდ ამტკიცებენ მათ შორის ეს საკითხებს, რომელიც ვიცი რომ სიმართლეა, მაგრამ რო ჩაყვები თვითონვე არ აქვს არგუმენტები, იმიტომ რომ წარმოვიდგენ რომ ასეთი ადამიანი პროპაგანდასთან პირისპირ მომენტალურად მარცხდება და ან მანიპულირებადი თუ არა სუსტი აღმოჩნდება რა პოლემიკაში. ხო, ძნელია თვალებს არ დაუჯერო. ხო და რასაც ვამბობდი, ანუ
ხშირად კარგი ჩემი კოლეგები ვისთანაც ვიზიარებ ამ ღირებულებებს და ასე შემდეგ ბრაზობენ ხოლმე მკითხველზე და მკითხველის პასუხისმგებლობა არ მინდა გამოვრიცხო, მაგრამ ჟურნალისტიკის ფორმების და მუშაობის ფორმებთან დაკავშირებით კრიტიკაც დიდი მაქვს რა და ვფიქრობდი რა ის დილემა სულ მქონია ხოლმე ეგეთი რომ აი ხან მგონია რომ აი აზრი არ აქვს რასაც ვაკეთებ რა იმიტომ რომ იმდენად პატარაა ის ვისაც ვახერხებთ რომ ვისთანაც მივიტანოთ ეს ჩვენი პროდუქტი ეს წლების წინ ვამბობ რომ ესე მუშაობას აზრი არ აქვს არა ის რომ ზოგადად ჟურნალისტიკას აზრი აქვს ასე მუშაობას აზრი არ აქვს სამწუხაროდ პროპაგანდას ჰქონდა დრო ბევრი ფული და დიდი სურვილი რომ იგი დახვეწილი იყო იმ სიმარტივემდე რომელიც გაადვილებდა მის მიწოდებას და მის ეფექტურობას და ჟურნალისტიკაში არ ყოფილა არც ესეთი დიდი სურვილი, არც ესეთი დიდი დრო და არც ესეთი დიდი ნება მუშაობდნენ კაცი ჟურნალისტები. დახვეწილი იყო ეს ჟურნალისტიკა, რომ ამ პროპაგანდასთან, ამ პროპაგანდასთვის რაღაცა გამკლავება შეძლებოდა. აი, ყველას ქონიათ ალბათ თქვენ სარედაქციო რუტინაში ესეთი დილემები თუ რაღაცა სცენები, რომ მივხვდაროთ, რომ ასე მუშაობა არა, უნდა შევცვალოთ. არა, მე ასე ვისწავლე. მე ასე ვიცი. იმიტომ რომ ძალიან რთულია, არა მარტო ამბობენ ხოლმე ყველაზე ისეთი საქმეები პედაგოგები იცვლიან ხოლმე ყველაზე რთულად თავიანთი სწავლების ის, მაგრამ მარტო პედაგოგებზე არ არის ეგ ხოთა შორის რა. ჟურნალისტებსაც აქვთ ეს რაღაცა ჩაკეტილია, ეს ასე ისწავლა, ასე აკეთებს headlines, ასე აკეთებს ნებისმიერ სხვა რაღაცა. ეხლა დეტალს რომელსაც არ არის საჭირო რომ აღწერო, მაგრამ აი როეუნება არა, უნდა შევცვალოთ რა, ესე აღარ მუშაობს, ასე უნდა. აი ძალიან რთულია რა, ძალიან მიმყოლობა რომ სიახლე შეიტანო. შენ პროფესიას პატივცემ და ზუსტად ისე გინდა გააკეთო არა, იგივე ღირებულებებს დაემსახურე, უბრალოდ ამ ღირებულებებისთვის რაღაცები სხვანაირად, ტექნიკურად სხვანაირად გააკეთე, მაგრამ ტექნიკურად სხვანაირ კეთებას არ მიყვება უნარები და мотиваცია მაღალი ყოველთვის. და ეგ ხო პრობლემა ჩემი აზრით წლების განმავლობაში სტანდარტებზე ორიენტირებული ქართული მედიის უფრო ხო მეტი ალღო რომ გამოგვეჩინა და დროულად მივხვდარიყავით რომ პროპაგანდა რამდენად ხო ეს რაც შენ თქვი რა რა ინფორმაცია არის ძალა ხო ინფორმაციით არის შეიარაღებული ადამიანი ანუ ეს არის მთავარი რაც მანო მიიღოს მედიისგან ჩვენ ვართ ინფორმაციის შემკრებები გამცელებლები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანების საზოგადოების ვთქვათ ინფორმირებას და ვთქვათ რომ სწორი გზა დავანახოთ ან დავანახოთ ყველაფერი და თავად აირჩიოს ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ ესეთ რეალობის წინაშე არ ვდგავართ და არც მე-18 საუკუნეში ვიდექით როცა პირველი რასაც ებრძოდნენ პრესას და ვთქვათ მედიას მაშინდელ მედიას რასაც მედიას უწოდებდნენ და საქმე იქამდე მივიდა რომ კანონის საეჭვოთა შესახებ იყო მიღებული და სიკვდილით ჯიდნენ ადამიანებს პრესის თანამშრომლებს წარმოიდგინე რა ну აღარ ვლაპარაკობ შემდეგ ივლისის აჯანყებაზე რომელიც რა თქმა უნდა მედიის გამარჯვებით დასრულდა იმიტომ რომ ადამიანი მაინც სადღაც შიგნით არის იმდენად თავისუფალი თავის მონაცემით რომ ის ბოლო-ბოლო მაინც მედიისკენ უფრო გადაიხრება ვფიქრობ იმიტომ რომ მეტი საერთო აქვს ჩვენთან ვიდრე თუნდაც კარგ ხელისუფლებასთან რომელიც სოფლიო ისტორიაში ძალიან ცოტა შეიძლება მოვიძიოთ ხო პრინციპში რომ გადახედავ ყველაფერს მაინც არის ისეთი მოკლედ ძალიან რთული და ღრმა საკითხია მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ ის რომ ტექნოლოგიურად განვითარდა მთელი სოფლიო და სამყარო ამან რა თქმა უნდა ჩააყენა ჩვენ რიგში ყველა იმიტომ რომ ყველა გახდა მედია ყველას შეუძლია დღეს იყოს აი როგორ გითხრა მოქალაქე ჟურნალისტი გადაიღოს რაღაცა გაავრცელოს ძალიან რთულია იმიტომ რომ დღეს პროფესიონალი მედიის მუშაობა გაათმაგებულად რთულია დეзинფორმაციის და პროპაგანდის ის რაოდენობა და ის ვთქვათ საშუალებები რაც დღეს არის ხელმისაწვდომი ამას ყველაფერს შენი წესებით და პროფესიული ცოდნებით დაუპირისპირდე ეს არის ფაქტიურად არ ვიცი უნდა იყოს ზევსი აი მე თან რესურსები არ ვიქნები სწორი დავახსენო რომ პროპაგანდის ხარეს ძალიან დიდი რესურსი იყო ყოველთვის თუ ბოლო 12 წელს ვსაუბრობთ და იქამდეც და დამოუკიდებელი მედიის მხარეს რესურსები ყოველთვის იყო ნაკლები და мотиваციას სავარაუდოდ რომ
რაღაცა ესეც გახდნენ და გავლენას. ხო, აი, როდესაც რაღაცა მითებს ყვებიან, რომ თქვა დიდგორის ომში იქით იყო 160 და აქეთ იყო 40, დაახლოებით იგივე მდგომარეობა ვიღართ ახლა მედია. იმიტომ რომ იქით დგას ძალიან დიდი არმია. თან არაპროფესიონალების ხშირად, რომლებსაც TikTok-ზე შეუძლიათ ისეთი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის ძალიან სწრაფად, რომელსაც შენ უბრალოდ ვერ იზამ, იმიტომ რომ იმას, რასაც შენ შეეწინააღმდეგო, სულ ცოტა წაკითხვა უნდა ბევრი რაღაცის, ბევრი ინფორმაციის მოძიება, მაგალითად გაქცევა, ვასკა შემთხვევა რო ავიღოთ ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, რომ ზუსტი ინფორმაცია იყოს, შენი წყარო უნდა იყოს 100% ნამდვილი წყარო, რომელიც დაადასტურებს გეზე შეიყო გაცემული სორად, თუ აკლდა იქ რაღაცა და რას თვითონ როგორ ჩათვალეს რომ მისცეს ამის, ძალიან დიდი ამბავია. სიბართლის დადგენა არის ყველაზე რთული ამბავი ცხოვრებაში. აბსოლუტურად საკუთარ თავთან მიმართებაშია ყველაზე რთული და წარმოგიდგენია ეს რა არის, როცა ბევრ ადამიანს უნდა გადასცე და შენ რეპუტაციულად უნდა იყო ფეხზე დგომი, იმიტომ რომ შენ სიტყვას იმხელა ფასი აქვს. აქვს ფასი. იმიტომ რომ მას აწვდომა ძალიან ბევრ ადამიანთან. ამიტომ ამ ფასეულ სიტყვას ძალიან კარგი დამუშავება და მოპოვება და აი როგორ გითხრა სიღრმეებში ჩაწვდომა ჭირდება. ამას უნდა დრო. თან ისე ასწრაფა ყველაფერი ამ ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომ აი 3 წამში შეუძლია ადამიანს ინფორმაცია მიაწოდოს ვიღაცას იქვე რაღაცა TikTok-ში. აი ძალიან ბევრი ის არის შემოსული, უკვე ინფორმაციის ბევრი წყაროა. და ამასთან შენი ძალიან გაწონასწორებული, წყაროებზე დაყრდნობილი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციით ებრძოლო, საგიჟეთია, ძალიან რთულია. ძალიან რთულია, თუმცა მე მინდა ვთქვა აბსოლუტურად გულწრფელად, რომ აი ეს ორი ადამიანი, მე ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ ახლა, იმიტომ რომ მე ჟურნალისტიკაში ცოტა გვიან შევედი, მაინც ესე ვფიქრობ, აი ამ ადამიანების გამოცდილება და აი ამ ადამიანების ამდენწლიანი ჯაფა ვერ გახდები პროპაგანდისტი. აი ვასკა ვერ გახდება პროპაგანდისტი, ლიკა ვერ გახდება. რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი იშრომის, რომ მართალი სიტყვა მოეძიებინათ და ეს სიმართლე გადაეცათ ვიღაცისთვის. მე ვერ წარმომიდგენია რა უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე, რომ აი ამ ორ ადამიანს ვინმე გაუბედოს კიდევაც. იმიტომაც ვიღაცისთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი ვასკას იყოფდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ვასკა იმას არ გააკეთებდა, რასაც შესთავაზებდნენ. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს თანხა დედამიწის ზურგზე, რაც მაგალითად ლიკასთვის იქნება მომხიბვლელი და გაანებებს იმის კეთებას თავს, რასაც აკეთებს, იმიტომ რომ ეს არის მისი საქმე. ამით ის არის მთლიანად შეპყრობილი ხარ შენ ამ საქმით. შენ სიმართლის ძიებით ხარ შეპყრობილი. ესეთ ადამიანებს ვერ გაუმკლავდება ვიღაცა, ვისაც უნდა რომ იყიდოს. გადახედეთ, ძალიან დიდი ბოდიში, მე აღარავისთან მაქვს საბოდიშო, არც არავისთან აღარ ვთვლი, რომ საჭიროა რაღაცა რევერანსები. გადავხედოთ, ვინ მუშაობს პროპაგანდისტულ არხებზე და ადამიანები, რომლებიც უკვე პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ კი, მე მინდა რუსეთი, მე ვარ პროპაგანდისტი, დიახ ვარ. მას აღარც ესირცხვილება ამის ესეთ ხმამაღლა აღიარება. და რაც ყველაზე მთავარი და ცუდია, რომ მან ეს იცის, რომ ამას აკეთებს, მან იცის, რომ ატყუებს მოსახლეობას, როცა ეუბნება, რომ კარგია, კაცო, ჩვენ რუსეთში თუ ვიქნებით, აბა რა, ჩვენ შეჩვეულები ვართ, ჩვენ მაპატიეთ, ჩემო კარგო. დავიბადე საბჭოთა კავშირში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ის არ არის, რაც მე მინდა ჩემი შვილებისთვის და ჩემი შვილიშვილებისთვის. თორე, გასაგებია ხა, მე ძალიან დიდი ხანი სამწუხაროდ გავიარე იმ პერიოდში, მაგრამ აი რა იყო პროპაგანდა. აი საბჭოთა ტელევიზორი იყო პროპაგანდის იდეალური ნიმუში. საბჭოთა ნაცისტური გერმანიისაც მათ შორის იყო იდეალური მაგალითი პროპაგანდის ყველაფერი იყო ძალიან კარგად, არავის არ უჭირდა. იქ იყო ისეც კი აი ის რომ დაცემოდა ადამიანს თავში, იმას არ გამოაცხადებდნენ. და მე, როდესაც ვთქვა, ჩემი ასაკის ადამიანებს სამწუხაროდ უნდა ხაზი გაუსვა ამას, აი როცა მე საბჭოთა კავშირში გამოვლილ ჩემი ასაკის ადამიანებს ვეუბნები, რომ აი ის ხო არ მოგწონდა მაშინ როგორც იყო. რა იყო? ანუ შეჭმული ყავს პროპაგანდას. არც არაფერი ცუდი არ იყო მაშინ. ყველაფერი იყო ძალიან კარგი. ეხლაც უნდა ზუსტად ისე ცხოვრება. არჩევანი არ უნდა გააკეთოს თვითონ, რასაც ეტყვიან, ის უნდა გაიმეოროს. და კარგია, კომფორტულად იყო ესე. ეხლა რომ ადამიანს ეუბნები, რომ რანაირად? თავისუფლებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს შესაბამისად ყველასთვის ესეთი პასუხისმგებლობა. და საბჭოთა წარმონაქმნი იყო ესეთი. საკუთარ თავზე აღება
მე თავისუფლების თემა აუცილებლად მოგვიწევს ამას საუბარი, იმიტომ რომ მან დავდივართ ხო პრესა თავისუფლების გარეშე, არის ზუსტად ისაც არის პროპაგანდა, ხო, მაგრამ რამდენიმე სიტყვას ახსენებთ ხოლმე ხშირად, რომელიც ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის მით უმეტეს თანამედროვეობაში, ხო? ეს არის ჭეშმარიტების ცნება და რამდენიმეჯერ თქვით, რომ აი ჩვენ აქეთ ჭეშმარიტებას ვცდილობთ მივაკვლიოთ და მეორე არის რეალობა, რომ აი ჩვენ რეალობას ავსახავთ, ხო? ძალიან კარგად მახსოვს ერთ-ერთი ქართული ტელეარხი ეს რამეს ამბობდა რეკლამაში ქუთში, რომ ახალი ამბები იქმნება აქ. და ძალიან გამიკვირდა ეს რომ მოვისმინე, იმიტომ რომ იყო ერთ-ერთი თეორეტიკოსის ბოდრიარის მოსაზრების პირდაპირი მანიფესტაცია, რომ აღარ არსებობს რეალობა, რეალობა არის შექმნილი, ხო, და მედია არის ის, რაც აშუალებს ამბავს, ხო, ზოგადად და ამ შემთხვევაში რეალობა წყვეტს არსებობას მედიის მიღმა და თავად მედია იქცევა რეალობის შემოქმედად, ხო? მაგალითად, ახლა დღევანდელ სიტუაციაში პროპაგანდა იმდენად შორს არის წასული, აი ბოდრიარის კონცეფციას მთლიანად კარგად ასახავს deep state-ის მთელი ეს საშინელი კონსტრუქტი, იმიტომ რომ პირობითად ებრაელები გერმანიაში, რომელიც იყო პროპაგანდის მთავარი target, ხო, სამიზნე და ასე შემდეგ, ხო, რას აკეთებდა, რაღაცა მონაცემებს იღებდა, ანუ რეალობის ნაგლეჯებს იღებდა, ამას ამატებდა მე არარეალურ ამბებს და იღებდა რაღაცა მონსტრს ებრაელებისგან, ნაცისტური პროპაგანდა და შემდეგ საზოგადოებას მოუწოდებდა მათი განადგურებისკენ. ჩვენ შემთხვევაში deep state-ის ერთი კვალი არ არსებობს საერთოდ, ანუ კვალი არ აქვს, არცად არ აქვს მატერიალური მატარებელი, deep state-ს არ აქვს ოფისი, არავის არ უნახავს, არც ერთი ადამიანი არ ამბობს, რომ გამარჯობათ, მე წარმოვადგენ deep state-ს. არავინ არ ამბობს, რომ ვიღაცა არის, მაგალითად, ყოველთვის, როდესაც ჩვენი პროპაგანდისტები საუბრობენ deep state-ზე, ამბობენ, რომ აი ვიღაცამ ვიღაცას შეხვდა, ზარი გაისმა, დახურულ ოთახს მიღმა, ანუ აბსოლუტურად გამოგონილი, სარიელ ადგილზე შექმნილი რაღაცა არის, რომელსაც აქვს იმხელა ძალა, ყოველ შემთხვევაში მოსახლეობის ნაწილში მაინც ამ პროპაგანდისტებს ამის ჯერად, რომ ისინი რაღაცა იმორჩილებენ საზოგადოების ცნობიერებას, ხო? ამიტომ ეხლა ჩვენ როცა ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობთ, რას უპასუხებდით მაგალითად დღეს ადამიანს, რომელიც ამ ჭეშმარიტების მიმართ ან რეალობის მიმართ არის სკეპტიკურად განწყობილი. გეუბნებათ, რომ ჭეშმარიტება არის უბრალოდ მოსაზრება, ანუ თქვენი მოსაზრება და გინახავთ ესეთი კამათები, აი პროპაგანდის მსხვერპლს ასე ვთქვათ, ან ის ვინც არის პროპაგანდის გავლენის ქვეშ რო ესაუბრები, ყველა შენ ჭეშმარიტებაზე პასუხობს მოსაზრები და გეუბნება, რომ შენი ჭეშმარიტებაც არის, აი 2x2 4 გეუბნება და ახლა შენ ესე ფიქრობ და მე ესე ვფიქრობ, რავი, დამიძახე ბნელი სიტყვაზე და მე რაღაც სიგიჟე სიტყვის ხოლმე, ხო? მაგრამ ადამიანს გაჩვენებ. ხო და აი რა არის ის საბუთი, რომელიც ჩვენ შეგვიძლიათ ან თქვენ შეგიძლიათ თქვათ, ანუ გადამოწმება შველის იმას რომ გადაარჩინოთ. ფაქტი და ადამიანი. ჩამოვარდა კარნიზი, არის ფაქტი. კი. იმის იქით ყველაფერი არის მოსაზრება თუ არის ჭეშმარიტება? ორი ადამიანი. მე აი გავდივარ როგორც ჟურნალისტი და ვეძებ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტს. ჩვენ ახლა მოსაზრებებით და აი ესეთი მითებით თუ რაღაცებით მოხდა ის, რომ დღეს უკვე აქტუალური აღარ არის. ჟურნალისტს ჭირდება დრო, პროპაგანდას არ ჭირდება, პროპაგანდა უკვე აი საკმაოდ დახვეწის შედეგად სიმარტივემდე დასული არის, დიდი ფული არის დახარჯული. ჟურნალისტიკაში ამხელა ფული არ არის დახარჯული, ამხელა ენერგია არ არის დახარჯული, იმიტომ რომ პროპაგანდით იმართება ჟურნალისტიკაში ამდენი არიდება. ერთი კვირა მაინც უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა იმისთვის, რომ ყველა ფაქტი შეაგროვოს. კარნიზის აი ბზარის გაჩენიდან ჩამოვარდნამდე და შემდეგ უკვე მანამდე ვის უნდა ემოქმედა და შემდეგ როგორ მიდის ყველაფერი, ხო? მინიმუმ ერთი კვირა უნდა ეძებო, ხო? ნახო, ჯერ წახვიდე იგივე არქივში წახვიდე, შეისწავლო ეს სახლი როგორი არის, იპოვო არქიტექტორები, იპოვო კონსტრუქტორები, მე გაირკვე თუ აქამდე გარკვეული არ ახარ მერიაში როგორი სისტემა მუშაობს, რომ ადამიანი უკვე ვიცით, რომ იმან შეატყობინა, ვიცით, რომ ოპერატორმა მიიღო ეს არის, ოპერატორმა გადასცა, ვის გადასცა, ამ კვალს ხო უნდა ჩვეულებრივ გამოძიებას ატარებ, ხო? და იკვლევ ფაქტებს. ვიცი რომ ეს ჩამოვარდა, ვიცი რომ ადამიანმა დარეკა. მანამდე რამდენი ხნის წინ დარეკა, ვინ მიიღო ზარი, ეს ადამიანი უნდა ვიპოვო. შემდეგ ვის დაევალა, რა ჩატარდა, ვიცი რომ ეს ამ სახს ჩატარებული აქვს სამხედრო სამუშაოები, ვითომ გამაგრების საშუალებით, რაღაცა იყო, ხო? სრული სურათი უნდა შევისწავლო. ამას დრო ჭირდება, ხო? მინიმუმ 10 დღე, 2 კვირა, მე შეიძლება ამაზე დამჭირდეს როგორც რეპორტიორსო ვიმუშაო. და შემდეგ ეს თემა აქტუალურია, როგორ ფიქრობ. ჩემი დამქირავებელი, ჩემი რედაქტორი, ჩემი საინფორმაციო უფროსი მიყვება ამ თემის აქტუალობას. შემდეგ არის მოწადინებული, რომ მე ეს ყველაფერი ამ ჩემი შრომის შედეგი შემდეგ უნდა გავაშუქო ისე, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას კონკრეტული ადამიანების. არის ფაქტები.
ამას ჭირდება მუშაობა, ამას ჭირდება შრომა. ჩვენ თემაც არის. კი ბატონო, კი, უნდა ავწიოთ, მაგრამ მე ვიმუშავებ ველზე, ყველაფერს დავამუშავებ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მარტო ვარ, ხო, ერთი ადამიანი შეიძლება ჯგუფმა ვიმუშაოთ. კი, ეს არის ჟურნალისტი ამას უპირისპირებს რა. შემდეგ უკვე ერთი ინდივიდუალური ჟურნალისტი რეპორტიორი არის, შემდეგ რედაქცია არის, ხო, შემდეგ უკვე მთლიანად ის სამსახური არის, სადაც მე ვმუშაობ. მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელზე ავიღოთ, ხო? მე ჟურნალისტი ავიღე, შეიძლება პროდიუსერმა არ დამავალოს, მაგრამ მე მივიტანო ესეთ ჩემს ვარცხევას. მე მაქვს ეს თემა, მე უკვე დავამუშავე ეს თემა და თავარი ის მინდა, რა ქვია, გამხსნელი თემა მინდა, პირველს რეპორტაჟად უნდა გამიშვა. გამიშვებს თუ არ არის ეს ინტერესი, მე უკვე ერთს მასეც გავაკეთებ, მეორეს გავაკეთებ, მესამეს გავაკეთებ და მე უკვე მეც აღარ მიჩნდება სრული, რომ ამდენი დრო დავხარჯო ორი კვირა და არაფერი. მე უკვე გადადიხარ ისეთ პასიურ რეჟიმზე. არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, მაგას უნდა დაუკავშიროთ, დაუპირისპიროთ ფაქტები. მაგას უნდა დაუპირისპიროთ ახალი ხერხები, პროპაგანდას უნდა დაუპირისპიროთ, აი მასე რომ ეს მოსაზრება არის. ჩვენ უმრავლესობას ეგრე გვწამს. ბოდიში, მე რა ხან უმცირესობაში ვარ, ანუ ჩამქოლოთ უნდა? იქნება მე მართალი ვარ, არ უნდა მომისმინოთ, მაგრამ დღეს უკვე ეკრანზე დამოკიდებულ საზოგადოებაში პროპაგანდას გზახსნილი აქვს და მასეთ მიმართულებებს აქვს გზახსნილი, რომ კონდეს შენი აღქმა. ხო, მაგრამ ბევრი წყარო აქვს იმათ ინფორმაციის მისაღები. ტელევიზორი დღეს უკვე აღარ არის ერთადერთი საშუალება, რომ მიიღო ინფორმაცია. თუმცა აი სადღაც ყურმოყრილი შეიძლება თუ ის იქნება ესეთი მტკიცე დამუშავებული და დახვეწის შედეგად გამარტივებული ის პროპაგანდას აღუდგება. და ის ფაქტიც უკვე დამაჯერებელი იქნება. შემნამუშევარიც იქნება. აი ლიკა რასაც ამბობდა რა, რომ კი არ უნდა გავბრაზდე მაყურებელზე მე. მე ხშირად მაქვს პროპაგანდის მსხვერპ საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამითი ერთგვარ გამოჩდას უტარებს საკუთარ თავს, რომ რამდენად შევძლებ მე რომ მათ აუხსნა, რომ ისინი ესე არ არის. კი არ ცდებიან, არა, მათ რა ინფორმაციაც აქვთ, ესე სწამთ, ესე ჯერათ. გასაგებია. მათ მიიღეს ეს ინფორმაცია. ეხლა მე უნდა მივაწოდო ის არგუმენტები, რომ მათ შეძლონ ეს ყველაფერი ერთად. ჩემი გამოცდილებით ეს ყველაფერი მიდის საკმაოდ ისეთ დაპირისპირებამდე, სადაც ორივე მხარე ვიღლებით ხოლმე ამ კამათში, ამ დისკუსიაში, შემდეგ მჭირდება ხოლმე შესვენება რაღაცა ის, მე დავდივარ ხოლმე რაღაცა ძალიან მარტივ ჭეშმარიტებებზე და იქიდან მოვდივარ და მე მივდივარ დაახლოებით 1 საათნახევარი შეიძლება დასჭირდეს ერთი ელემენტარული რაღაცის ახსნას, რომ აი ესეა. კარნიზი ის ორი ადამიანი რომ დაიღუპა ამ მოსახლეების პასუხისმგებლობა კი არ არის. არამედ მუნიციპალიტეტის, რომელიც ვალდებული იყო, რომ დროულად რეაგირება მოეხდინა ამ ყველაფერზე. მაგრამ აქ შემოდის უკვე ის ინფორმაცია, რომელიც ამ ადამიანს აქვს. ის არის პროპაგანდის მსხვერპლი. ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რომ იმაზე გავნაწყენდე და ვთქვა, რომ ეხლა შენ არაფერი არ იცი და შენ ცუდი ხარ. არა, ეს ადამიანი ესეთი არის, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია აქვს. მე უნდა ვიპოვო ახალი გზები, რომ მას ინფორმაცია სათანადო და სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ხელი შეუწყო, რომ იგი გაუმკლავდეს პროპაგანდას და ჩვენც გვჭირდება რეალურად გაზრდა, ხო? იმისთვის რომ ამხელა პროპაგანდაში რეალურად მე უკვე აი და ენთუზიაზმით აღარ ყოფნის, რომ არა, თან მთელი მანქანა გებრძვის. ჯერ ისე ჟურნალისტი უნდა იყოს ცნობისმოყვარე, კატასტროფულად ცნობისმოყვარე, რანაირად შეიძლება აი ამ სიამოვნებაზე თქვა უარი, როცა რაღაცას ძრები და იკვლევ. აი ეს თუ არ გაინტერესებს, აი მართლა არქეოლოგი თუ არ აღარ შესაქმეში. ამ შემთხვევაში ჟურნალისტიკას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხო, რა მაშინ რა ვიცი. რა ვიცი, ლიკა მე ესე ვფიქრობდი. ხო, ძალიან საინტერესო რაღაც თქვი. სხვათა შორის მონაცემებზე მუშაობა და საკითხების კვლევის გამოცდილება, ეს ისეთი ტიპის ენერგიაა და ისეთი გამოცდილებაა, რომ ერთხელ თუ შეუშვი ეს შენში და ჟურნალისტმა, მე აქედან და ამაზე უარის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი შრომაა და ხანდახან აი ღამე გამითენებია, იმდენად აუტანი ვარ რაღაც კვლევას, მონაცემების ანალიზს, რაღაცების მოძიებას, დაალაგებას, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული ფაქტის გარდა, რომელიც შეიძლება ერთ კონკრეტულ ამბავზე ქმნიდეს სწორ აღქმას, ყოველთვის მაქვს პრეტენზია, რომ ამ ფაქტს და ამ აღქმას უნდა უმაგრებდეს ზურგს მონაცემები, ფაქტები, დროში, რაღაც მომხდარი მოვლენები, რაღაცა, რაც მოკლედ პატიოსანი რაღაც მონაცემებზე დაყრდნობით სწორი ინტერპრეტაციის უფლებას გაძლევს ჟურნალისტს. არა ის, რომ ეხლა ნამდვილად 100-ია და 100%-ით, მაგრამ გიყვები, ხო, ეხლა მაგალითად კამათი მომივიდა
ერთ-ერთ ასეთ ჩემს ახლობელთან 11 პირის საქმესთან დაკავშირებით და რაღაცებზე რომ მეუბნებოდა რომ ეს აღქმებია, მე მეუბნებოდი რომ ნახე, დაიწყო ამბავი მარტში, ვართ ახლა სადაც ვართ ივლისში, დაკითხულია 30 მოწმე, 30 მოწმიდან ვინ რა თქვა, ეხა ზეპირად გეტყვი, 30 მოწმიდან დაზარალებულებმა რა თქვეს, ზეპირად გეტყვი, რომ არც ერთისთვის ხელი არ დაუდიათ, გეტყვი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტები რას ამბობენ, გეუბნები იმან რა თქვა, ამან რა თქვა, ჯგუფურობაზე ყველაფერი უბრალოდ ცარიელი სიტყვებია. პირდაპირ ირიბი არავის რომ არაფერი რაც დაადასტურებდა ამ ბიჭების ჯგუფურობას, შეკავშირებულობას თუ ურთიერთქმედებას იქ და რომ არის მხოლოდ 4-5 წამიანი, 6 წამიანი ვიდეოები სადღაც რაღაც ქმედება კი ჩანს, მაგრამ ამ ქმედებით დაზიანებული არავინ ჩანს, რა ვისეს როლეს არ ჩანს, რომც მოხვედრო და რა ეტკინა არ ვიცით, იმიტომ რომ 10 დაზარალებული პოლიციელი 10-მემ თქვენ ყველამ ნახეთ, თქვენ რომ არ ვიცი მე კი დავზარავდი, ქვა მომხვდა ხელში, ფეხში მომხვდა რაღაც, მაგრამ ბრალდებულთა სკამზე ვინც ხედა ნაკეთან ვერცერთს მე ვერ ვცნობ. და მეუბნებოდი, აი ამბავი არის ეს, ჩემი არ გჯერა? მიდი და გეტყვი ტაიმლაინს, როგორ გადაამოწმო. ჩატარებული სხდომების დღეებს გეტყვი და ჩაყევი მედია არქივს. შენი თვალით და შენი ყურით გაეცანი, ვინ რა თქვა. თუ ამისაც არ გჯერა, თუ ესეთი პასუხისმგებლიანი ხარ, თუ ესეთი მოწადინებული ხარ და თუ ამ ხელაუფლებას აწევ შენ თავს, რომ ვიღაცის ბრალი და თავისუფლება განსაჯო და კონდეს აზრი, რომ თურმე შეიძლება იმსახურებდნენ პატიმრობას და წაყენებული ბრალდება არის სწორი, გევლო იმ სასამართლოზე. ანუ თუ მე იმისაც არ გჯერა იმ წყაროსი არ გძერა იმ წყაროსი არ გჯერა ამის არ გჯერა გეუბნები რომ მე მოგცემ და ჩამოიყალიბე შენი პოზიცია, მაშინ გევლო კაცო იმ სასამართლო პროცესებში და გარკვეულიყავი სიმართლეში. ასეთი ადვილია 20-21 წლის ბიჭები, რის გამო რეზო კიკნაძეს თავიდან როცა ეს კადრები მოვიპოვეთ, არ იყო კარგად გარჩევადი. მე როცა კარგი ხარისხით ნახეთ, ადამიანი ჯიბიდან იღებს და ისვრის სალფეთქს. ანუ წარმოუდგენელია და რეზო საქმეში ცარიელი სიტყვების გარდა რომელიც აი ბრახაბრუხი რო თურქოს ამ ხალხმა ერთმანეთი გაიცნო შეკავშირდნენ და ჯგუფურად იმოქმედეს ყველა სხდომა ნანახი გვაქვს ყველაფერი აღწერილი გვაქვს ყველა მოწმეს მოусმინეთ არაფერი ბრალდებას რაც ამათ ჯგუფურ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას დაადასტურებდა არ მოუტანია იმ რამდენიმე წამიანი ძალიან ვირუსული ვიდეოების გარდა რომელიც ყველამ ნახეთ ხო და ხა ჭეშმარიტებაზე კითხვას რო დავუბრუნდეთ ვადგენთ ჭეშმარიტებას ამ ადამიანების მიმართ წაყენებული ბრალი ფაქტობრივი გარემოებით დასტურდება თუ არ დასტურდება ხო ინტერპრეტაციის საკითხია ეს არ არის ინტერპრეტაციის საკითხი არსებობს მონაცემები არსებობს მასალები არსებობს ფაქტები არსებობს ქმედება რომელიც ნახე და მეუბნები რომ ეს არის 4-დან 7 წლამდე ბრალის ფასი ქმედება ცარიელი ბოთლი რო ისროლა რომც მოხვედრო და ზიანს ხო აქვს მნიშვნელობა იქ ძალებს ხო აქვს მნიშვნელობა შეიარაღებული სპეცრაზმი რო დგას და აქეთ რო ჩვეულებრივი მოქალაქე დგას ამას და ორ შორის რომ რაღაც ხდება აქ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქე აღელვების ნიადაგზე რაღაც პროცესში ბოთლის როლის გამო განისაჯოს ამ ხელა ხო უკვე ორი აზრი არ არის რომ ეს არის აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერი და პოლიტიკური მართსაჯულება ხო ამიტომ ჭეშმარიტება ხა ზოგადად ჭეშმარიტებაზე საუბრობთ თუ ჭეშმარიტებაზე ფართო გაგებით თუ რომელ ჭეშმარიტებაზე არ ვიცი მაგრამ დღევანდელ რეალობაში რომ უსამართლობები ხდება და ამ უსამართლობებში გარკვევა თუ შენ გინდა არის აბსოლუტურად შესაძლებელი ეს ვიცი ზუსტად იგივე იყო ყოველთვის მქონდა ხოლმე არ ვიცი, მაინც გადავდივარ, მაგრამ ნუ საზოგადოების როლიც და პასუხისმგებლობაც დიდია. მე მახსოვს თეატრალუკიანი როცა გახდა კულტურის მინისტრი და დაიწყო მუზეუმში ჩვეულებრივად ადამიანების დარბევა, მე ამას დარბევას ვეძახი, აბსოლუტურად შეთითხნული, მოგონილი ბრალდებებით რაღაცა ისტორიული მნიშვნელობის ფრესკების ვითომ დაკარგვის და აღწერის არაკეთილსინდისიერი ჩატარების გამო და ასე შემდეგ. რომის არც ერთი ფაქტი არ დევს ლიგა. იგივე მუზეუმის და ამ სფეროში ყოფი ადამიანების სრულიად გულგრილ დამოკიდებულებას ვადევნებდი, რომ არ ვიცი რა ხდება, მედიაში არ იყო. ოკეი, კაი, მე მეუბრაზდებოდი ისევ ჩემ თავზე, მედიაში არ იყო, ჩვენ ვაშავებთ, ვერ იგებენ, რა ხდება, რატო არ უჩნდება სოლიდარობა. მე ხანდახან ხვდებოდი ხოლმე, რომ ეს რაღაცა განზრახვაა, ეს უკვე განზრახვაა, იცი რომ მე არ მინდა ვიცოდე. სულ რომ მედიაში არ იყოს, მუზეუმში ხარ და შენი კოლეგა არქეოლოგი ნიკა ციქარის და გიორგი ბიძინაშვილი. აი, სრულიად არ ვიცი, ძალიან ემოციურად განვიცდიდი რა, რომ ახალგაზრდა ყველაზე, რა ვიცი,
გამოსარჩევ არქეოლოგებს, უბრალოდ პროფესიულ ცხოვრებას უნგრევდა თეა წულუკიანი. 4 წელი ადამიანებს ესეთი მნიშვნელობის ისტორიულ არქეოლოგიურ ძეგლებზე კვლევის და საქმიანობის უფლებას არ აძლევდა. გრანტით, რომელიც არც მისი ფული იყო, არც ბიუჯეტის ფული იყო, იყო მოპოვებული და პირველად საერთოდ კავკასიაში მსგავსი გრანტი შემოიტანა ნიკა წიქარიძემ და მისი კოლეგა ან ასევე მომიჯნავე სფეროდან კულტურის სფეროს წარმომადგენელი მეუწყოდა, რომ არ ვიცი რა ხდება. სულ რომ მედიაში არ იყოს აქცია, წადი და დაელაპარაკე, გაარკვე, მტყუან მართალში გარკვევა თუ გინდა, ყველაფერი ეგეთი აღქმები, მოსაზრება და ინტერპრეტაცია, ეს არის უბრალოდ პასუხისმგებლობიდან გაქცევა. და მე ასეთი ხალხიც მინახავს, რომელსაც ძალიან ცხადად ეთყობათ, რომ უბრალოდ გაურბიან პასუხისმგებლობას, რომ არ უნდა რომ კონდეს პოზიცია რა. და მარტივად ვიტყვი, რომ არ ვიცი რა, არ გამიგია, მედიაში არ გაშუქებულა. ანუ ვიღაცამ დაწერა და გაუგებრად ეწერა. ანუ ძალიან დიდი სტატია იყო და ვერ წავიკითხე, მიზეს რა გამოვლევს. ხო, არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ და რატომ მოვედი აქ. არა, სწორად წახვედი აბსოლუტურად, ხო. ხო, ანუ საუბრობთ იმაზე, რომ ზოგადად სიმართლეში რა არის ჭეშმარიტება და რა არის სიმართლე, ხო? სიმართლესთან მიახლოვება არის შესაძლებელი, იმიტომ რომ მონაცემების, ფაქტების, ამბის მიმდინარეობის, მოსაზრების და რაღაცების ერთმანეთისგან გარჩევა თუ შეგიძლია ამას გააკეთებ, შეგიძლია ამ სიმართლეს მიუახლოვდე და მე იმ მიახლოებულ სიმართლესთან ესეთი ხალხიც მინახავს, იცი, მე ეს ხელისუფლება მომწონს, კი, უსამართლოდ იქცევა, კი, პოლიტიკური საქმეა. მაგრამ ძალაუფლების უზურპაციას ხანდახან ასეთი რაღაცები სჭირდება ხოლმე. ოკეი, მანდ უკვე გასარგებია ყველაფერი. დილ, შევთანხმდით, პოზიცია. ესე იგი უსამართლოდ ისჯება 11 პირი, უსამართლოდ მიდის ანდრო ჭიჭინაძე 4-დან 7 წლამდე, რეზო კიკნაძე, ონისე, ცხადაძე ყველა, მაგრამ რას ვიზავთ ახლა ყველა ასე იქცეოდა, როცა ძალაუფლებას ინარჩუნებდა ხოლმე. და ხდება ხოლმე ასეთი მსხვერპლის წყალზე. ეგ უკვე პოზიცია, მაგრამ ნუ მატყუებ და თავს ნუიშტერებ. რომ თითქოს ამ საქმეში არ არის ისეთი თანმიმდევრული ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ორჯერ 2-4 ასე ამტკიცებს ამათ უდანაშაულობას. ერთი ნიუანსი მან შენ ჭეშმარიტებაზე როცა საუბრობ და სასამართლო შემთხვევით არ ახსენე, ჰარარის აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში, ნათქვამი და ალბათ მის წიგნშიც Nexus-ში თუ არ ვცდები, როდესაც ის საუბრობს ამ ჭეშმარიტებაზე, ამბობს, რომ რამდენიმე ინსტანცია არსებობს, სადაც შენ ჭეშმარიტებას ადგენ. ხო, ანუ ის არ არის მარტო ჟურნალისტიკას არ ეხება, ან თქვა რაღაც ჩემს გონებას, რომელმაც უნდა ჭეშმარიტება რაღაცა მიაკვლიოს, არამედ მაგალითად სასამართლო თავისი არსით არის ეგ დაწესებულება, სადაც ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. თუ შენ არ გჯერა, რომ ჭეშმარიტება შეიძლება არსებობდეს, მაშინ სასამართლო არ უნდა არსებობდეს, ხო? ოკეი. მეცნიერება არის ეგ. ხო, ანუ მეცნიერება, რომელიც გეუბნება რაღაც, ჩვენ გამოვიკვლიეთ, ეს არის ფაქტები და დედამიწა არის ამ ტიპის, შენ უნდა დაიჯერო, იმიტომ რომ შენ ენდობი იმ მეთოდს, რომელსაც ისინი იყენებენ ჭეშმარიტების დასადგენად. ხო, ჟურნალისტიკა ის ხალხი სხვათა შორის ეგეც ნიუანსი არის, რომლებიც აი ამ პოზიციაზე ჭეშმარიტებაზე და მოსაზრებაზე გესაუბრებიან, ხშირად მაგას ამბობენ, რომ სადღაც დაამტკიცეს, რომ 2+2 5-ია მასე. ანუ თავად აი ამ ბაზისურ ფაქტს ეჭქვეშ აყენებენ იმისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი პოზიცია, რომ მე მოსაზრებას რო ვიძახი, ცუც არაფერს არ ვაკეთებ, მე ჭეშმარიტებას მაინც ვერ მივაკლე. ანუ რაღაც ხელი ჩაქნეული აქვს იმ აი ამ თელს თქვენ რაც სირთულეზე, რომ შენ თვითონ მიაკვლიო, ანუ მიხვიდე, გაერკვიო და ასე შემდეგ. ხო და ამას ამართლებენ არა საკუთარი უმეცრებით ან საკუთარი უძლურობით, არამედ იმით, რომ ესეა, რა ვიცი, ეგრე მათემატიკაც არ არის სინამდვილეში ჭეშმარიტი, ხო, რაც სრული აბსურდი არის. ნუ ეს ამ ტიპის მსჯელობა, როცა ადამიანების ცხოვრებას, თავისუფლებას, ბედნიერებას და ზოგადად ისეთ საკითხებს ეხება, როგორც ახლა ვართ, ძალიან უხერხულია და საკუთარს ეხება და მაგას არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ერთი რაც რამდენიმეჯერ ვახსენეთ საზოგადოება და არ მინდა რომ ისე დავტოვოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ხალხი, მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკა, პედაგოგიკა რაღაცა პროფესიები არის, რომელიც ამ ალტრუისტული იმით ხასიათდება, ხო? ანუ მარტო ჩემთვის რომ მინდოდეს სიმართლის გარკვევა, გავარკვევდი ჩემთვის, ხო, სახში ვიждებოდი და მაგრამ აი ეს დრაივი, იმპულსი რომ მივიდე და მე ახლა რაღაცას რომ გამოვიკლი, მე სხვებს უთხრა და მე გამით ვიყო კმაყოფილი, ხო, რომ სამყაროში რაღაცა ჭეშმარიტება შევიტანე, სხვისთვის და არა ჩემთვის, ალბათ არის სასიამოვნო, მაგრამ მეორე მხარეს არა, უდიდესი ადრენალინია ეს, რასაც ხო, მაგრამ აი სტრუქტურულად რო დავაკვირდით, ახლა ჩვენ რაღაც ცვლილებებზე საუბრობთ, ხო? იმ საზოგადოებრივ ცვლილებას, რამაც პროპაგანდა ისეთი მძლავრი გახადა, იწყება სადღაც საფრანგეთის რევოლუციას აბრალებენ ხოლმე, ხო? ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტი თავის დროის, მარატი, რომელიც მე აბაზანაში მოკლეს. იყო კაცი, რომელიც თავის გაზეთში ხალხის მეგობარი თუ არ ვცდები ასე ერქვა, სიას აქვეყნებდა იმ ხალხის, რომელიც უნდა მოეკლა რევოლუციას, ხო? რობესპიერს შემდეგ გილიოტინაზე აიყვანა. რომელიც მოკლეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ხო, შარლოტ კოლოდე, თუ არ ვცდები, რომელიც მივიდა და მისი
პარტიის წევრები და ახლობლები იყვნენ ამ მარას გამომოყოლები და მოკლა აბაზანიში, რაც პროპაგანდისტის ძალიან ცუდი ბედი არის იდეაში. მაგრამ ამას მერე საზოგადოება ძალიან შეიცვალა. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ თქვათ უფრო რთული გახდა, შემცირდა იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც დიდ სტატიებს კითხულობს, ხო? ან თქვათ რაღაც მეტარგუმენტს მოიძიებს და ასე შემდეგ. რაღაც აღქმაში რომ გაეხვევა მე უკვე აღარ მიყვება მაღალი მოტივაცია, რომ გადაამოწმოს ეს ასეა. ხო, მაგრამ ეგ უნარები, ეს ყველა უნარი. აი, ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო პროვოკაციულ რაღაცას ვიტყვი და თქვენ ან დამეთანხმებით თან არა, მაგრამ ხოსე ორტეგაი გასეტი. მასების ამბოხი ტექსტი, რომელიც ძალიან რაღაცა ეს არისტოკრატიული პერსპექტივიდან უყურებს ამ მისთვის კატასტროფულ ცვლილებას, რომ უცებ რაღაც პერიოდში სცენაზე გამოდის ხალხი, რომელსაც ის ეძახის მასის ადამიანი და ისე გულისამრევად აღწერს ამ ადამიანს, მაგრამ ამ აღწერის დროს ხვდები, რომ ძალიან ბევრს შენს გარშემო ნაცნობს ეხება, ხო? ეს არის საშუალო ადამიანი მაგალითად, რომელსაც არანაირი ამბიცია არ აქვს, რომ მეც მიაღწიოს ცხოვრებაში. ან პირიქით იმით არის კმაყოფილი, რომ არის საშუალო. ეს არის კაცი, რომელსაც ყველაფერი ამაღლებული გონია თავისთავად ცხადი ან ყოველგვარი ძალისხმევის შედეგად მიღებული, ხო? ეს არის კაცი, რომელსაც უცებ მიეცა შესაძლებლობა, რომ შევიდეს ლუვში და საათზე იყუროს მაკდონალდში, როდის წავა. ანუ აი ამას რასაც უყურებს, ვერ დაინახოს, რომ ეს არის რაღაცა საოცრება, ხო? და აი ამ სამყაროს საოცრებაში ხედავს ბანალურობას და ხოსე ორტეგა გასეტი ამბობს, რომ ანუ ეს ჩემთვის ეს ძვირფასი, ეს რა ვიცი, ლეონარდო და სხვა შემოქმედი, აი ამას უცებ მოიხმარს ეს ვიღაცა მასის ადამიანი, როგორც აი, ნუ ხო რა, ვიყავი პარიზში ძალიან ბინძური, აი და ამ დროს იქ პარიზზე ჰემინგუეი გაკითხული ის და უცებ ხედავ რომ ეს კაცი ზახს რომ აი მტრედები დაფრინავენ ეს ეგენი არიან ვირთხები. ეს ჩამოიტანა პარიზიდან რა. და შესაბამისად ასევე ერთ-ერთი უკმაყოფილო ამ მასის ადამიანის აღმოცენებით იყო ნიჩე, რომელიც ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ის რომ ყველა მიცის წერა-კითხვა დააზიანებს არა მხოლოდ წერა-კითხვას, არამედ აზროვნებას თვითონ. ანუ ის ფიქრობდა, როგორც ჩანს, რომ წერა-კითხვა არის უნარი, რომელიც შენ გიხსნის, ანუ თავის დროზე წერა-კითხვა ვინც იცოდა, მან არ იცოდა უბრალოდ წერა-კითხვა, იცოდა ლათინური, ბერძნული, რა ვიცი, კითხულობდა ანტიკურ ლიტერატურას და იმას ციტირებდა დანტეს, ხო? და უცებ შენ გელაპარაკება, კაცს გეუბნება, რომ სკოლა მასე მეც დავამთავრე და ხვდები, რომ ამით თითქოს ამბობს იმას, რომ აი მეც მეკუთვნის რაღაცები, მაგალითად აზროვნება რაღაც საკითხზე. და შენ ხვდები, რომ ეს უკვე საკმარისი აღარ არის, იმიტომ რომ წერა-კითხვა დღეს მით უმეტეს, ისე როგორც ამას ემატება მე კომპიუტერული ტექნოლოგიები, AI და ასე შემდეგ, უკვე ის გასაღები აღარ არის, რომელიც ადამიანს მოაზროვნეთ აქცევს, ცოტა მეტია საჭირო. შესაბამისად, ეხლა თქვენი პერსპექტივა რა არის, ვისთვისაც თქვენ მუშაობთ, არის ის ამაღლებული ადამიანი მისი ბრწყინვალებით, რომელიც არის მოაზროვნე, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი, რომელიც იმსახურებს მინიმუმ იმას, რომ თქვენ ეს შრომა დახარჯოთ, რომ მან იცხოვროს უკეთესად, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა არის რომ სხვა მიცხოვროს, ანუ ის რომ კარნიზი გამოძიებული იქნება, მეორეჯერ ის აღარ ჩამოვარდება. ის რომ დამნაშავე დასჯილი იქნება, ყველაზე ესეთი გახმაურებული საქმე, გირგვლიანის საქმე ჟურნალისტების ყოჩაღობის გამო იქნა საბოლოო ჯამში ამ მოხსნილი, ხო, როდესაც ჩაყვნენ უბრალოდ ამ საქმეს ბოლომდე. სამწუხაროდ იმას ვერ მივაღწიეთ, რომ ამ საქმის შედეგად სახელმწიფო მოქმედების პრინციპი შეცვლილიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ჭეშმარიტება იქნა დადგენილი, ხო? და ხომ არ უყურებთ რომ საზოგადოებასაც უნდა ნუ ხომ არა იყო ხო საზოგადოების აქტივობა და ხო რაც შეეხება აი ამ საკითხს როგორ უყურებთ თქვენ ამ ხალხს ანუ იმსახურებენ არ იმსახურებენ ხელის ჩაქნევაზე ხომ არ ფიქრობთ აპირებთ რომ ამოიყვანოთ იქიდან სადაც არიან ემპათია კიდევ შემოგჩათ თუ არა და ასე შემდეგ აი როგორ ჯერ ისეთ ჩვენ ამოვიდეთ თვითონ სადაც ვართ იქიდან. ჩვენ სამსახურების ნაწილი. ხო, იმიტომ რომ თუ მაგიტო ვიძახი რომ პროვოკაციულად, იმიტომ რომ მე ვსაუბრობ თითქოს გარეთ ვიყო, ამიტომ ხო, არა, ეს როგორი რაღაცაა, იცი, ჩვენ ყველა აბსოლუტურად, აი ყველა აბსოლუტურად ვართ ახლა ერთმოცემულობაში. ეს უნდა გავიაზროთ აუცილებლად რა. არც ერთ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც ჩვენ ხელი გაუწოდე და ამოყავს იქიდან და შენც ამოდიხარ, თან აი ერთად ხდება ეს მოქმედება. რა წუთში ჩვენ იმას ხელს გაუშვებ გადაყვები აუცილებლად ბოლოს, იმიტომ რომ არ დარჩება ბოლოს არც ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ
ბიჭო, ეს ხო ის არის, რა ქვია, ჟურნალისტია, მაშინ რომ რაღაცა ჩამოვიდა ჩვენთან და ეს გააშუქა და არა, ამას ახლა ესე ვერ გადავაგდებთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთ სივრცეში, ერთ სიბრტყეში ვართ. ჩვენ ახლა ვალდებულები ვართ ერთმანეთის მიმართ. აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. დღეს ჩვენ ვართ ყოფნა არ ყოფნის მიჯნაზე. ეს ნამდვილად ასეა. თუ ვინმე ამას ვერ ხედავს, დიდ ბოდის ვიხდი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ძალიან უმორჩილესად გთხოვთ, კარგად გაიაზროთ, რა რეალობაში ვართ ჩვენ, იმიტომ რომ ყოველდღიური გასვლა სახლიდან კიდევ უფრო მეტად მიმყარებს ამ მოსაზრებას, რომ ნამდვილად ყოფნა არ ყოფნის აი ესეთ მიჯნაზე ვართ რა. უბრალოდ ეხლა სხვანაირად გვაცვია, სხვა გაჯეტებით დავდივართ, რაღაცა მეტი შესაძლებლობებია, თუმცა ეს შესაძლებლობებით შემცირდება ჩვენთვის აუცილებლად, იმიტომ აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი, ხო? მე მესმის რომ საზოგადოებაზე შეიძლება იყოს ვიღაცა გაბრაზებული და ბოლო-ბოლო ჩაიქნიოს ხელი და რომ ვერ გაიგო ამ ხალხმა ვერაფერი და დავამთავრე მე ამათვის მუშაობა. განა არ გქონია რომ რისთვის ვირჯები ბოლო-ბოლო. აი რისთვის ვირჯებით. რა, მაინც ვერ გავაგებინეთ ამ ხალხს, ხო? მაგრამ სამი გადარჩენილი ადამიანი. სამი ადამიანი, რომელსაც ჩვენ დავეხმარეთ ან მივაწოდეთ ინფორმაცია და გაიგეს და დაიწყეს ამაზე ფიქრი, მე აი ეს 12 წლიანი რეალური სივრცის გამოცდილებით მე მინდა გითხრა რომ ვერაფრით ვერ ჩავიქნევ ადამიანებზე ხელს. უფლება არ მაქვს უბრალოდ. სადაც საჭირო ვიქნები, როცა საჭირო ვიქნები, მე დავდგები იქ, სადაც მათთვის ჩემი სიტყვა იქნება მნიშვნელოვანი რა. რომც არ იყოს მნიშვნელოვანი, ჩემ საჭიროებას სადაც დავინახავ, მე იქ აუცილებლად ვიქნები. იმიტომ რომ მე ამით გადავარჩენ ჩემი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის ჩემ შვილებს, ჩემ შვილიშვილებს, იმიტომ რომ ეს ცალკე არ არსებობს. ეს არის ერთი ქვეყანა, ერთი საქართველო, რომელსაც ამ წუთას სჭირდება, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ ფეხზე ბოლომდე. და ჩვენ კი, აი ეს ჭეშმარიტება, რომელშიც დარწმუნებულები ვართ, რომ სიმართლეა, აი ეს ბოლომდე უნდა გავიტანოთ. არ დამავიწყდება ეს მოყოლილის მაგ სხვაგან, რომ უკრაინა რუსეთი რო შეიჭრა უკრაინაში და რო ჩავედით გადაღებაზე, ეს იყო ერთი თვის თავზე ომიდან და საკმაოდ მძიმე ამბები ხდებოდა მაშინ უკრაინაში, ბომბავდნენ ქალაქებს, იღუპებოდნენ ადამიანები, კატასტროფული ამბავი იყო და ზუსტად საზღვარზე ვდგევართ და ვიღებთ ადამიანებს, რომლებიც გადმოდიან უკრაინიდან პოლონეთში ჩაფრინდით და იქიდან და ესე ინტერვიუებს ვაკეთებთ ამ ადამიანებს და ვეკითხებით და სულ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კითხვა არის, რომ როგორ ფიქრობთ, აი რითი და შეიძლება ეს დამთავრდეს. გავიმარჯვებთ. ამას მეუბნება ადამიანი, რომელიც ატატებული შვილებით, ცხოველებით, ჩემოდნებით მორბის საზღვარზე რო გადარჩეს ცოცხალი. და აი ეს ადამიანი კიდემ პასუხობს, რომ არა, ჩვენ გავიმარჯვებთ და რა გაძლევთ ამის საბაბს, რომ ესე ფიქრობთ თქო და მართლები ვართო ჩვენ. მართლები ვართ და ამიტომ გავიმარჯვებთო. ადამიანს თუ ეს არ გამოძრავებს, რომ შენ, რასაც აკეთებ, ამაში მართალი ხარ, ვერავინ ვერ მოგერება მაგ შემთხვევაში. რაც არ უნდა მოიგონოს ვასიკო მაღლაფერიძემ ჩემზე, რაც არ უნდა აწერინოს გინდა იმეც, გინდა პეტრეს, გინდა პავლეს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რა. ზუსტად ვიცი რომ მართალი ვარ და მე ვიცი რომ დადგება დღე, როცა ამ ჩემს სიმართლეს თავისი საბოლოო ბეჭედი დაესმება. ეს მე ვიცი ზუსტად. ამიტომ ვამბობ, რომ არა გვაქვს უფლება დღეს ვაქციო ზურგი ადამიანებს თუნდაც შეცდომაში მყოფებს. არა გვაქვს ამის უფლება. არ დაუშავებიათ იმაზე მეტი, რაც გუგრილობა არ არის დანაშაული? გუგრილობა აუცილებლად დანაშაულია. ამ დაუშავებიათ. ნახე როგორი რაღაცა მესმის რასაც. კონტექსტი გავითვალისწინოთ, ხოდი რა ისე ფართო სურათში შევხედოთ, გუგრილობის მიზეზიც უნდა გავაკეთოთ. ხო, ჩვენი პროფესიული ამბავია, უნდა წავიდეთ სიღრმეებში. გუგრილობის მიზეზი რაღაცა ხო შეიძლება მე ვერ წარმოვიდგენია ადამიანი როგორ შეიძლება იყოს გუგრილი. მართლა ვერ წარმოვიდგენია. და თუ კი მას იმ წუთას რაღაცის მიმართ აქვს ეს გუგრილობა, ამას რაღაცა მიზეზი შეიძლება კონდეს. ამიტომ პროპაგანდა არ გამოვრიცხოთ, თან ძლიერი პროპაგანდა, რომელიც დღეს მუშაობს, ისე როგორც არასდროს. ისეთი შესაძლებლობებით როგორც არასდროს, ისეთი ნიუანსების გათვალისწინებით როგორც არასდროს. საბჭოთა კავშირის დროს თუ იყო ეს ყველაფერი განსაკუთრებულად, დღეს უფრო მეტად დახვეწილი არის. დღეს უფრო მეტი რაღაცების გათვალისწინება ხდება. რასაც ჩართავს ყველაფრიდან პროპაგანდა ირთვება, ხალხო უთოს ჩართავს და იქაც პროპაგანდა. არანაირი უფლება არ გვაქვს ჩვენ ახლა
არც მე ესე უყურებ რა იმისთვის რომ რაღაცა წინ წავიდეთ აუცილებლად უნდა დავსვათ ხო რამდენიმე კითხვა რომ აი სად ვართ რატო ვართ იქ სადაც ვართ და რა გავაკეთოთ იმისთვის რომ წინ წავიდეთ ხო ეხლა ჩვენ წარსულს რო უყურებთ და როდესაც ვფიქრობ რაღაცეებზე ხო იქ ვართ სადაც კიდევ იმაზე უკეთესად ვართ ვიდრე შეიძლება ყოფილიყავით კიდევ იმაზე შევძელით ვიდრე ჩვენ ვითარებაში და ჩვენ მდგომარეობაში მყოფებს შეეძლოთ რომ გაეკეთებინათ თუმცა ობიექტური მიზეზები აუცილებლად არ უნდა გამოვრიცხოთ რა რომ 70 წლიანი ეს საბჭოთა კავშირი 37 წელი ხალხო ჯერ კიდევ არსებობს და ბუნებრივი განვითარება ეს ესეთი ძირძველი ერი ამდენი 1000 წლიანი ისტორიით ვითარდებოდა ბუნებრივად ამდენ ჭირვარამს გაუძლო მივაღწიეთ იმას რომ დემოკრატიული რესპუბლიკაში შევქმედით და ისეთ საწყისებზე და ისეთი წესებით რომელსაც სოფლიოში არ ვიცი რაღაცა თითებზე ჩამოსათვლელი იყო შემდეგ მოვიდა ეს საშინელება 70 წლიანი რომელმაც დასაწყისშივე ის ხალხი ვინც ამ დემოკრატიულ რესპუბლიკამდე და ხალხი ვისაც უჯერებდა ის პრაქტიკულად გაწყვიტა დიამეტრალურად შემოგვატრიალა და სხვა მიმართულებით წაგვიყვანა შემდეგ თავს დაატყდა მთლიანად სოფლიოს და საქართველოსაც ამან საშინელად იმოქმედა მეორე მსოფლიო ომი რომელშიც ხო აი ის ნაწილი ვაშკაცი ხალხი ის ნაწილი რომელიც ომს არ უშიშდებოდა ის ნაწილი რომელიც ვიღაცას ბრონი ქონდა მაგალითად ბაბოჯემს ბრონი ქონდა და ის ბრონი დახია და წავიდა მეორე მსოფლიოში საბედნიეროდ ცოცხალი დაბრუნდა თუმცა რამდენი ხო 700,000 კაცი წავიდა და 300,000 აღარ დაბრუნდა ეს უბედურება დაგვატყდა თავს და შემდეგ იყო ის გარემო აი ფილოსოფიურად რო შევიწავთ რა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე როგორ აღმოჩნდა ადამდე მივედით შემდეგ უკვე კიდევ დავიქეცით კიდევ გავნადგურდით ისე რომ საბჭოთა რესპუბლიკებში როგორც საქართველოს ცხოვრობდა ცხოვრების ხარისხით ისე არც ერთი რესპუბლიკა არ ცხოვრობდა და 90-იანებში ჩვენი ყველაფერი პლინტუს დაბლა და ჩამოვარდა ეხლა ამ უბედურების შემდეგ ისე რაღაცას ვცდილობთ და ამ დროს რა მოქმედებს ხო აი ინტერდისციპლინარული რაღაცა ჯგუფი რო შევქმნა და ეს დღევანდელი პროპაგანდა რაზე არის აწყობილი რა ეგრეთ წოდებულ სასახლეთებს ხო ტრიგერებს იყენებს როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი რო გამოვიკვლიოთ მე არ მაქვს არანაირი უფლება ვასილ ივანოვიჩიკოვას რომ ადამიანზე გავბრაზდე რომელზეც ამდენი ფაქტორი მოქმედებს და რომელსაც აქვს გადარჩენის პრობლემა ამდენი ხანია გადარჩენის პრობლემა რაღაცას ცდილობს და ამ დროს რაღაცა დილობის წინაშე დგება და ომიც ახსოვს ხალხო ესეც ბევრი რაღაცა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია პასუხი უნდა იყოს აუცილებლად რაციონალური ჩვენ ერთიერი ვართ ერთი ხალხი ვართ კი ბატონო მე ეხლა ხო მაგალითად ამდენი ხანი მუშაობდი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2004-ში დავიწყე 2007-ის ჩათვლით შემდეგ რუსთავიაში მუშაობდი მე-9 არხში მუშაობდი 2013-დან კლავს საზოგადოებრივ მაუწყებელში ამდენი ხნის განმავლობაში განა არ იყო პროპაგანდა განა არ იყო ის რომ იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველ არხზე ვერ ხედავდი რომ ხედავდი კიდევაც და ჩემს ოჯახზე კარგად ჩანდა ეს ყველაფერი განა მე არ შემეძლო აქამდე უფრო მეტად რო ხმა მომეყო უფრო ძლიერად უფრო რაღაცნაირად უფრო სხვანაირად არ ვიცი ჩემთვის უბრალოდ ეს დრო მოვიდა ახლა თუმცა ჩემშიც იქნება იყო გულგრილობა იქნება მეც ვერ გავბედე რაღაც ჩემს ყველას აქვს რაღაცა მიზეზი შესაბამისად მე იმ ადამიანთან ყველაფერი უნდა გავარკვიო ლევან ესე პირდაპირ ვერ დავაბრალებ რომ ის გულგრილი არის ესე ვერ დავაბრალებ მას რომ ის რაღაცას არასწორად აკეთებს ხო კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ იგივე ყველა კუთხიდან უნდა შევხედოთ ხო პრობლემას გავითვალისწინოთ რაღაცები და შემდეგ დავსახოთ გზები რომ აი წინ ერთად როგორ წავიდეთ რაღაცები უნდა გამოსარიცხიაროთ ჟურნალისტიკა ამაში აუცილებელი არის თუმცა სამწუხაროდ დღეს იმისთვის რომ პროპაგანდამ გაიმარჯოს ყველაზე დიდი წნეხი სწორი ჟურნალისტიკაზე მოდის ხო აი იგივე როდის გუშინ თუ დღეს ვკითხულობდი ბათუმელებიდან ედგაზეთ ინკასო რო დაედო ხო ტელეიმეც აქვს აი მაყურებლისთვის რო იყოს რა რომ გავმარტოთ ხო აი ადამიანს რო აუხსნა ესაც არის უკვე იარაღი რა რომელსაც მე გამოვიყენებ რომ აბა ეს აი ომის მე 10 მილიონი ლარი აქვს მაგალითად ტელეკომპანია რუსთავიოს დავალიანება ასევე ტელეკომპანია იმეც და ინკასოს ადებენ იმ მედია ორგანიზაციას რომელსაც 47,000 ლარი აქვს და მისგან გამოწვეული საურავები არის ხო რაღაცა 100,000 ლარი იმათთვის თურმე შეიძლება და ამათვის თურმე არ შეიძლება. ესეთი რაღაცები აუცილებლად მოსაძებნი არის ხერხები და აუცილებლად დახვეწის შედეგად მარტივად უნდა
დიდი შრომა ჭირდება უბრალოდ ამ ყველაფერს. მაჩნია რომ დღეს ახლა ჩვენ რასაც ვუყურებთ, საინფორმაციო ტერორის ქვეშ არის საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ რომ ის კატეგორიაც კი ადამიანების, ვინც შეიძლება ალღოთი, ინტუიციით ხვდებოდეს, რომ დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე და ჩვენს გარშემო ბევრი რაღაც ცუდი ხდება, არ უხარიათ საბაჭიქია ციხეში, ეცოდებათ ბებიას, ბაბუას, გიორგი გორკაცი და რაღაც, მაგრამ მეორე მომენტში ფიქრობენ, რომ იშება ეს უსამართლობის ატანა ღირდეს, იმიტომ რომ ხვალ მოკვდები, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით ამას ეუბნება პროპაგანდა, რომ აი ტანი ხმა არ ამოიღო. ხმა არ ამოიღო, იმიტომ რომ როგორც კი ხმას აიმაღლებდა, მოგინდება რომ ამ უსამართლობას შეუერთო შენი სოლიდარული ხმა, შენი ქმედებით ან თუნდაც კრიტიკით, რაღაცა ფორმით გამოხატო, ეს შეიძლება ხვალ იყოს სიცოცხლის რისკი. აი პირდაპირ მნიშვნელობით მოკვდები, ბომბები წამოვა ციდან. ეს ძალიან მძიმე ხა ჩემი მეგობრები გვიკამათია და უთქვამთ რომ აი როგორ შეგიძლია იყო ეგეთი ადამიანის მიმართ სოლიდარული, ვინც თავს ესე აი ასეთი გაგებით თავისუფლებას აძლევს, რომ არ გამოხატოს თანადგომა, სოლიდარობა და გვერდში დგომა ამ ახალგაზრდების და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ აიმაღლოს რა, მაგრამ რაღაც კუთხით ხა რაც უკვე აღიწერა ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, მე მაინც მესმის და მე მჯერა ზოგადად სიმართლეში ადამიანების გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია და იქ დახარჯული არც ერთი ძალისხმევა არ მენანება არასოდეს, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ხვალ თუ შეიძლება არ გახდეს სოლიდარული და თანამებრძოლი ამ უფლებებისთვის ბრძოლაში, რომელშიც ახლა ყველა ვართ, რაღაც მომენტში ირიბად რაღაცნაირად გახდება და დადგება ის მომენტი, როცა ეს შიში მოიხსნება და მიხვდება, რომ აქამდე ატყუებთ და თურმე ჩვეულებრივი უზურპატორი დგას თავში, რომელიც აშინებს, რომ ხვალ ხმა არ ამოიღო, თორე მოკვდები, ატყუებდა და ის სიმართლეში გარკვეული ადამიანი უფრო თამამად, უფრო მომზადებული დადგება საზოგადოების მხარეს დემოკრატიული და სხვადასხვა უფლებების დაცვაში. ამიტომ მე მესმის ხანდახან რა თქმა უნდა მეც ბრაზდები ხოლმე, იმიტომ რომ თან ძალიან სწორად თუ დააღიწეროს ეგ ნაწილი რა საზოგადოების. ვიღაცები უბრალოდ მართლა განზრახ თავს იტყუებენ და მერკანტილური ინტერესი აქვთ და ეს ამ ადამიანების მოტივაცია კიდევ უფრო ამაზრზენია, იმიტომ რომ თვითონ ხო თავისი მერკანტილური ინტერესების გამო თავს იტყუებენ და გარშემო კიდევ ვიღაცებს ატყუებენ და ძალისხმევას არ ზოგავენ. პროპაგანდისტების როლი რაც არის ხო და არა მხოლოდ და რაღაც ნაწილი არის საზოგადოების, რომელიც მართლა მოწყვლადია ამ დეზინფორმაციის მიმართ და ამ შიშების მიმართ და არ ვიცი მე დღეს დავწერე კიდეც ონისე ცხადაძეს სპიჩებს შიფრავდი სასამართლოს პროცესებზე მთელი ამ თვეების განმავლობაში და უცებს საერთოდ სხვა კუთხით შევხედეთ ონისეს რა, ანუ ადამიანს ასე სჯეროდეს ადამიანის თქო იშვიათად მინახავს, იმიტომ რომ ონისეს ყველა სიტყვა იწყება იმით, რომ აი გეგონება რომ მართლა გონია რომ ეხა პროკურორმა არ იცის რას აკეთებს, ან მართლა გონია რომ მოსამართლემ არ იცის რას აკეთებს, ან ცრუ მოწმე და იწყებს მთელი აი მონდომებით ახსნას, რომ აი მე ამ არაფერი მიმიძღოს, არა თავის ბრალზე ამ სიტუაციის აბსურდულობას და მე როცებს მოწყდება ხოლმე თქოს გამოერკვევა ამ ილუზიის გარო თავს იტყოს და განა არ ვიცი და რაღაც და ხვდება მაგრამ მაინც არ ნებდება. სულ ეძებს მათ სინდისამდე მისასვლელ გზას და ეს მიმაჩნია, რომ ძალიან სწორია. რა მიუხედავად რომ იცი ვინ რატო რა მოტივაციით დგას ახლა ამ ბოროტების მხარეს და რაღაც ერთი ის იყო ნათქვამი ძალიან მომეწონა ამოვის შიფრე ჩემთვის და შევინახე, რომ ამბობს ესეთ რამეს, რომ მე იმ ხალხსაც მადლობას უხდიო, ვინც ქვეცნობიერად მაინც ხვდება, რომ ჩვენო დამნაშავეები არ ვართ, მაგრამ მე უცებ გაჩერდება, არა ქვეცნობიერი საკმარისია. ცნობიერად თუ დაიდგეთ ჩვენ გვერდზე და არ ვიცი და როგორც რეზოკინაძე თქვა კიდე სამწუხაროდ სიმართლეა მარტო ჩვენ მხარესო და შეიძლება ახლა ასე ჩანდეს, რომ მათ მხარეს მხოლოდ სიმართლეა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დგას და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე თავის გზას ხო იპოვის, მაგრამ ამ გზაზე აი ეს დანაკარგები, ეს ძალიან ძიმე ადამიანური გამოცდილებები ძალიან მენანება და ძალიან დარდობ ამის გამო, იგივე რაც პოლიტპატიმრებს უწევთ, რომ გაიარო. მე მაინც უკმაყოფილო ვარ თქვენი ემპათიით. თქვი და აი მზია საქმეზეც ქონია ასეთი ტიპის დისკუსია იმ ადამიანებთან, ვისაც დასაწყისში უფრო მეტად ჩაუთვლიათ, რომ შეიძლება აი ამ ქმედების ეს ქმედება იმსახურებს ამ ტიპის ბრალს. ან მე ბრალის კვალიფიკაციაზე ვაპარაკობთ რა, აი თავდასხმა ახლა მე რომ ნინოს ხელი დაუშვათ ახლა გავარტყა, ნინო არავითარ შემთხვევაში არ მეტყვის, რომ თავს დამესხი, მეტყვის, რომ დამარტყი ან ფიზიკური შეურაცხმობა. რატომ მომაყენე? ან ჩავთვლი რომ სიყვარულით გააკეთე. თავდასხმა ვიცით ჩვენ რაც არის, ხო? თავდასხმა არის ძიმე რაღაც მომენტი, რომ ქონია ეს დისკუსია და აი ესეთი დონის მაგალითებით მიმუშავია რა ამ დისკუსიაში, რომ აი ხა მე რომ მოქალაქეს ვასკას ხელი გავარტყა, პოლიცია რომ მოვიდეს, არც არ დაგვიჭერს, არც ერთს. ოკეი, კაი, პოლიციელს გავარტყე ხელი.
რა ხდება მაშინ? ნუ რაღაც სასჯელი, რადგან პოლიციელს გავარტყი, უნდა კონდეს ან ადმინისტრაციული, ან კი ბატონო, ორგვერიანი ადმინისტრაციული, ან შეიძლება ყველაზე ბევრი ცემის მუხლი, მაგრამ ხო ხვდები რომ სილის გარტყმა არ არის თავდასხმა. და თავდასხმის განმარტება და ზოგადად თავდასხმა რა მოვლენაა და რა შედეგი და რა ზიანი და რაღაც, ხო? და იმის მომენტად რომ აი ადამიანები რაღაცნაირად თავიდან არასწორი აღქმები რა, რაც ბრალდებამ გამოაგდო, რომ თავდასხმა და ამ სიტყვაში ჩაიკეტა რაღაც კატეგორია, რომ ეს იყო თავდასხმა. მე რა უცებ გადამოწმება რომ დაიწყეს სიტყვა თავდასხმა. თავდასხმა რა არის? ჩემ აღქმაში თავდასხმა რა არის? მზიამ რა გააკეთა? ანუ ხელი დაარტყა, ეს ხელის დარტყმა. კაი პოლიციელზე ხელის დარტყმა, ნუ კაი არ არის, მაგრამ რა 4-დან 7 წლამდე. აი და ეგ არის პროპაგანდა და რაღაცა აღქმას დაუბრუნდა რომ სახელმწიფოს ხო და ნახე რადგან სახელმწიფო მნიშვნელობის არის, ამიტომ არის რომ კი ბატონო ადმინისტრაციული სასჯელი. თორე ჩვეულებრივ მოქალაქეს ხელი რომ გავარტყა, წავა პოლიციელი თავს არ შეიწუხებს, კაცო არც გაჩერდება იქ რომ ვიჩხუბოთ, ხო რაღაც ერთმანეთში და ხელი დაგარტყა სახეზე. ხო და აი ეგ არის აღქმა შემოაგდეს განზრახ ბრალის კვალიფიკაცია, ეს არის პოლიციელზე თავდასხმის მუხლი და ხალხმა დაიჭირა თავდასხმა. მაგრამ მე რა უცებ ამ თავდასხმის ქვეშ რა არის ხალხო, აი ცოტა გაუსწორეთ თვალი, მოაშორე ეს სიტყვა და შეხედე. ხო, და ძალიან ბევრი მიხვდა რომ ამ ბრალით აი ეს არასწორი აღქმები, იმიტომ რომ სჯერათ რომ საზოგადოება მე რაღაცა პირველ სიტყვას იმახსოვრებს და იმის იქით უკვე აღარ მიყვება და აღარ იწყებს თვითონ შემოწმებას, რომ რაც გაიფიქრა და დაიჯერა. შემდეგ პროპაგანდის დავალება არის რომ მაშინ როდესაც შეიწყებს მაგის გარკვევას რომ ეს რამდენად რაციონალური არის რაც ამ ადამიანს მოუვიდა. შემდეგ უკვე პროპაგანდის დავალება არის რომ ახალი თემა შემოიტანოს რომ შენ მაგაზე აღარ იფიქრო. ხო, ეგ უკვე ტექნიკა არის რომ მე მამას გადაგიფარავ, მე უკვე სხვა დამაღიზიანებელს შემოიტანს, ამ დროს ისევ დიპსტეიტი ამ დროს იმდესომი ამ დროს იმდეში და ზე ამ დროს უკვე აღარ გახსოვს. და ბიუჯეტი რო ფინანსდება ძალიან ხშირ შემთხვევაში აი ეს პროპაგანდა. სახელმწიფოს პროპაგანდა რო ისევ ჩვენი პატარა ჯგუფი რო შებოდეს. და მზიაზე თავიდან რაც იყო, მთავარი რა იყო, რომ აი ვიღაცები ამბობდნენ ხოლმე, ეს ხო სამართლიანი არ არის, ან კიდევ ბევრი. სამართლია უკანონო, ან სამართლიანობა კიდე გაახქმა, სამართლიანობა კიდე აღქმაზე. ან სამართლიანი არის და არ სამართლებრივია. იმიტომ რომ ეს არ არის თავდასხმა. ეს არის ფიზიკური შეურაცხყოფა. გიხოცეთ, ანუ მაინც თქვენ რასაც მსჯელობთ, ან ძალიან დიდი სიკეთე გამოსჩივის თითოეულ სიტყვაში. მაგრამ აი ეს პასუხისგებლობა, რომელიც მოქალაქეს აკისრია, მით უმეტეს დღეს როცა ვსაუბრობთ, აი საბჭოთა კავშირი ვახსენეთ და ვამბობთ, რომ მედია რაღაცნაირად რეალობა არის დღესაც და მაშინაც, მას შემდეგაც ტელევიზია გაჩნდა საერთოდ და საბჭოთა კავშირში იყო ერთი ტელევიზორი. ანუ იქიდან მოდიოდა ერთი არხიდან ინფორმაცია და ამიტომ იქ რაც ვსაუბრობდი, იყო რეალობა. ეს პულტის არარსებობა ნიშნავს შენს რაღაცა მოცემულობაში ყოფნას, ხო? და ალტერნატივა უკვე გულისხმობს არჩევანს. თან თავლითი ყავდა. ბატონო? თავლითი ყავდა. ვინც? ხო და შეხედეთ კანტის ერთი ფუნდამენტური ფიქრობ რაც არის ამხსნელი, ზოგადად განათლებაზე ვსაუბრობდით და რა არის განათლება, განმანათლებლობა. ესეთ ტექსტში ის ამბობს ასეთ რამეს, რომ განმანათლებლობა ან განათლება, ასე ვთქვათ, არის ადამიანის გამოსვლა უმციფრობიდან, რომელიც საკუთარი თავის ბრალია. და ბრალი იმიტომ კი არ არის, რომ მას არ შეუძლია აზროვნება. ეს რო იყოს მისი პრობლემა, მაშინ ვიტყოდით, რომ ნუ არ შეუძლია აზროვნება, ხარვეზიანი ადამიანი და რაღაცას ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ ბრალი იმიტომ არის, რომ ის ირჩევს არ იაზროვნოს და საკუთარ გონებას აძლევს სხვას. და განმანათლებლობის სლოგანი მოწოდება არის გაბედე აზროვნება. და მიზეზი რატომაც აძლევს სხვას აზროვნებას არის სიზარმაცე და სილაჩრე. აი ამ ორ ბაზისურ რაღაცაზე დადის. რა ამ ორი რაღაცის გამო ხდება ეს ყველაფერი. თუ ჩვენ და მე მჯერა კანტის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა მიზეზი მე არ ვიცი. ალბათ გამორჩენას დავამატებდი ამათ შემხედარე რა. ეგეც სილაჩრეა. ხო, ეგეც შეიძლება ხო რაღაც დაქვემდე რაღაცა კონფორმიზმი და ასე შე. ხო და ამ შემთხვევაში მე არ ესე არ განმათავისუფლებდი ბრალეულობისგან ხალხს დღეს. ანუ უფრო მაგალითად უფრო დიდი ტერორის ქვეშ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას 35 წელს, 36 წელს უფრო გამტვირთავდი ამ ბრალეულობისგან, ვიტყოდი რომ ანუ გულაგი არსებობდა, ხალხს იტაცებდნენ, აკრობდნენ და ნუ შეეშინდათ რა ამ ადამიანებს ამის. მართლა შეეშინდათ. ან ჰიტლერის შემთხვევაში, რა ვიცი, უყურებდნენ ბოლი როგორ ამოდიოდა და ეშინოდათ, რომ გაქრა ოჯახები და მეც არ გავქრე. საქართველოში იყო გაბედული დღეს ძალიან დასაფასებელი რამ არის. მაგრამ შესაძლებელი არის. ანუ წინააღმდეგობის გაწევა ჯერ კიდევ შეიძლება, სანამ მართლა იმ მომენტამდე არ მივართ, სადაც უბრალოდ არანაირი წინააღმდეგობა აღარ იარსებებს და ეს მართლა დროის ამბავია, თუ ესე განვითარდა ყველაფერი. თუ ეგ ხალხი
არ გადმოერთვება და არ იტყვის, რომ კი, თქვენთან ერთად ვართ რაღაცნაირად. ამიტომ თუ ჩვენ არ ვილაპარაკებთ ამ ბრალეულობაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველაფერი მაშინ ისევ იგივენაირად დარჩება. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ხალხის ბრალი არ არის, ეს არის ყველაფერი მედიის ბრალი. და მედიაც რო ვახსენო, მაგალითად, მედიაზე რო დავსვა იგივე შეკითხვა, დაადანაშაულებთ თუ არა მაგ ხალხს. მაგალითად, იმ ხალხს, რომელიც თქვენზე, ჩვენზე ყველაზე გეშავს იმ საზოგადოების ნაწილს, რომელსაც გეშავს, ხო? ანუ ეს უბრალოდ ის არ არის, რომ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, ან ამბობენ, რომ ამ მთვარეზე დაჯდა საქართველოს სატელიტი თუ რაღაც. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ყველა ვართ deep state-ის აგენტები, რომლის ამოცანა არის ძირი გამოუთხაროს საქართველოს, ანუ ქუჩაში რო ვინმეს რამე შეგვემთხვეს და ესეთი რამე ბევრი ხდება ხოლმე, საბედნიეროდ წინასწარ მთავრობის მიერ დაგეგმილი არის ყველა შემთხვევაში და ეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება ჯერ არ გაღვივებულა ამათ მიუხედავად, მაგრამ ეგეთი რამე რომ მოხდეს, ხო მათი პასუხისგებლობა იქნება, ხო თქვენი კოლეგების ჟურნალისტების პასუხისგებლობა იქნება. მაგათაც გაათავისუფლებთ ამ ტვირთისგან, რომ მათი ბრალია? ანუ თუ საზოგადოებას ვათავისუფლებთ, მაშინ თუ ეს ორმაგი კომბინაცია ლეონიდ ესე ვთქვათ რა, დღეს პროპაგანდა იმიტომ ხარობს, რომ ერთ-ერთი მთავარი ძირითადი რაზეც ის ეყრდნობა პირველი ეს პროპაგანდა ესევე რა აღმოცენდებოდა, რომ არ გაიღვივებინა ჩიში. პროპაგანდა გაძლიერდა და დაიწყო მუშაობა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ხო? ამაზე დააშენეს უკვე ყველაფერი. პირველ რიგში ჯერ შიშის ნიადაგი მოამზადეს, ეს შიში კარგად რო გაჩნდა, მერე უკვე დააშენეს ყველაფერი და დღესაც ისევ ამ შიშს იყენებენ პირველეს ყოვლისა. ანუ ეს არ გამოვრიცხოთ, რომ ანუ შიშის ფაქტორი რო არ მოქმედებს, არა, დღესაც აქტიურად მოქმედებს. მეორე რაღაცა არის, ხო, აი, მე ჩემთვის ვამბობ, რომ ერთი არის პასუხისგებლობა და არ გავათავისუფლებ არავითარ შემთხვევაში პასუხისგებლობისგან მოქალაქეს, რომელსაც აქვს პასუხისგებლობა აღებული საკუთარ თავზე. ის თუ არ იმოქმედებს, ხო, მე კიდე ვიტოვებ იმის უფლებას, რომ აი მისგან მეწყინოს და მოვითხოვო, რომ აი შენ დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ მოქალაქეური პასუხისგებლობა გაქვს, ვიცი რომ მოქალაქე ხარ. ადამიანი, რომელიც არ არის ჯერ კიდევ მოქალაქე ჩემდგარი და მას არ აქვს ეს გათვითცნობიერებული, ხო? ნუ რა ვიცი ხა, კი, რა ბევრია რა მასეთი. ბევრია სამწუხაროდ ბევრი არის და მას მე ვერ ვთხოვ რა, არც ვიცი რომ არ უნდა მოვთხოვო რა იმას. ეგ რა კატეგორია, ეგ საზოგადოება არ არის? მე კი საზოგადოების ნაწილი არიან, მაგრამ ჩვენ ხო არა ვარ, ჩვენ ჯერ სახელმწიფო არ არის, ჯერჯერობით ჩვენთან სახელმწიფო შემდგარი არ არის. სახელმწიფოს გვქონიან მოქალაქეები, მე ეს ემწავს რა და ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება არ გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული. მოქალაქეს აქვს პასუხისგებლობა უპირველეს ყოვლისა, ხო, საკუთარ თავზე. მე რო ფიქრობდი, რომ აი საიდან შეიძლება ჩემში გაჩენილიყო რაღაცა, რომ აი სახელმწიფო მოქალაქე რაღაცა, ხო, პატარა ვიყავი, მახსოვს მამაჩემს რეფერენდუმზე როგორ ყავდი, პატარა ვიყავი მამაჩემმა იმაზე რა ქვია, არჩევნებზე რო წამიყვანა, პატარა ვიყავი მამაჩემს რო დავყავდი იმაზე რა ქვია 9 აპრილის აქციებზე, მახსოვს როგორ დავქონდა შალის ადიალები მივიტანეთ, თერმოსი მივიტანეთ, ჩაიდანი მივიტანეთ. აი ეს მამაჩემს რო ეს არ გაეკეთებინა, მე შეიძლება ესეთი პასუხისგებლობის გზნობა და ესეთი რაღაცნაირი გულის ტკივილი სახელმწიფოს მიმართ არ მქონოდა. ბევრი არის, რომელსაც რაღაცა არ აქვს. ბევრი არის, რომელიც მოხმარებლურად უყურებს ხო ყველაფერს. შესაბამისად, ნუ აი მე მიჭირს რომ მათ პასუხისგებლობა ესე დავაკისრო. ჟურნალისტებსაც ვერ უწოდებ. ხო, აი ჟურნალისტი ვინ არის? მე პროპაგანდის ჟურნალისტი ვერ ვარ. პროპაგანდისტი. ის არ არის ჟურნალისტი. ის არც მოქალაქე არის. ის არის ჟურნალისტი არის. და არ ვიცი, ნუ მას ქართულობაზე შევედავები რა, ეს სადღეგრძელოებში რო ქართულად და იმათ მოაქვთ, იმაზე შევედავები რა. ჟურნალისტი ხო არ შეიძლება ეხლა მე მიკროფონი დავიჭერე, ჟურნალისტი არა ვარ. მე დიდი ხანი არ ვიყავი ჟურნალისტი, მე დიდი ხანი ვიყავი უბრალოდ კორესპონდენტი, რეპორტიორი ვიყავი, ტექნიკურ საქმეს ვაკეთებდი, ხო თქვა. ჟურნალისტიკაში შევაბიჯე და დღესაც ვერ ვამბობ, რომ ჟურნალისტი ვარ, ხო, იმიტომ რომ მე აკადემიური განათლება ჟურნალისტიკაში არ მაქვს მიღებული და პრაქტიკოში ჟურნალისტი ვარ, მაგრამ როგორც კი დავიწყე ჩაძიება საკითხების და პირველი რეპორტაჟი, როდესაც მოვამზადე, სადაც შემეძლო, რომ აი ესეთი მტკიცე სიტყვა მეთქვა და ეს მტკიცე სიტყვა იყო განსხვავებული და შედავება შემეძლო თან ისეთი, რომ აი ამას წყალი არ გავა. მერე უკვე დავიწყე ჟურნალისტად ფორმირება, ხო? მერე უკვე გამიჩნდა პასუხისგებლობა და მერე გავხდი ისე, რომ შემიძლია, რომ უფრო მეტად ტელეწამყვანი ვიყავი, ვიდრე ჟურნალისტი. როდესაც დავიწყე ესეთი სიღრმისეული რეპორტაჟების მომზადება და დავრწმუნდი, რომ აი ეს თურმე შემძლებია და გამიკეთებია ეს რაღაცა, მერე გავხდი ჟურნალისტი, თორე არც დიპლომი შველის იმას, რა ქვია, რომ ჟურნალისტი უწოდე ჩემ თავს და არც სხვა არაფერი და მით უმეტესად პროპაგანდას თუ ემსახურები, აღარ ჟურნალისტი ხარ, აღარც რეპორტიორი, აღარც კორესპონდენტი, არავინ არ ხარ, ადამიანიც აღარ ხარ. მე აუცილებლად შენ თუ ყიდი ამ ყველაფერს, შენ თავს პროფესიას თუ ყიდი, ეხლა ნებისმიერი ადამიანი ხარ, ექიმი რო პროფესია გაყიდოს, ეხლა ექიმი არის ის. ან ადამიანია საერთოდ. აი ადამიანები, რომლებიც გეშავენ ჩვენზე საზოგადოებას, მე მათ საერთოდ ჟურნალისტი ვერ უწოდებ, გამორიცხული ამბავია. იმიტომ რომ აი საკუთარ ტყავზეც რო
გაიარა ამ ყველაფერმა და ერთ დროს ჩემმა კოლეგამ 2007 წელს ნოემბერს ერთად ვიყავით აი ამ დარბების დროს მაგალითად იმედზე ხო აი ამ ადამიანმა რომ ჩემზე ძალიან ისეთი დაყენებული ხმით წაიკითხა ინფორმაცია მე როგორ ვარ რა ვიცი ანუ ერთ-ერთი სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ცნობილი კი არა ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ჟურნალი საქართველოსზე ალაპარაკი და ზუსტად ვიცი რომ ყველას მათ ვისაც ვინც ამას კითხულობდა 10 ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდა და აქვს და აღარასოდეს ამ ადამიანებთან ჩემთვის აი როგორ გითხრა აი წითელი ხაზიც აღარ ქვია ამას ქვია არ ვიცი არა ადამიანობა ქვია ამას როდესაც შენ შეგიძლია შენს კოლეგაზე ოდესღაც ადამიანები რომლებიც ერთმანეთს ვიცნობდით ერთ მაგიდასთან არ ვართ თქვა ტელევიზიაში როცა სხვაგან მუშაობდი მე აი გაოგნებული ვიყავი რომ აი ადამიანს შეუძლია აი ასე აიღოს თავის თავზე ხელი და წაიკითხოს ინფორმაცია შენზე ნუ გადამოწმებით რომ უნდა გადაამოწმოს თუ ეწერა რა აი ეს ტექსტი თუ ეწერა და პროფესიის აღწერაში კონტრაქტში მიწერია რომ მე უნდა წავიკითხო ისაც წერია. არა, კონტრაქტი ამ შემთხვევაში აი მე ეხლა სასამართლოში დავამაქვს მაგაზე და კი რა საზოგადოებრივმა უწყებელმა მე გამათავისუფლა ჩვენ დავუთ რომ უკანონოდ გაგვთავისუფლა ერთ დღეს 15 წუთიანი ინტერვალით გაგვიშვა სამსახურიდან მე დანინო მაგაზე დავარ და კონტრაქტში რა გიწერია ერთი წამით ნუ უპირველესი არის კონსტიტუცია არის შემდეგ უკვე სხვა კანონები კონტრაქტში შეიძლება იმან რაღაცა მოინდომოს და ჩაგიწეროს მაგრამ ბოდიში რა ეგ კონტრაქტი უკვე აღარ არის ვალიდური მაშინ როდესაც იგი თავის გამართლების შემოვიტანი არგუმენტი რომ მე ვარ ჟურნალისტი მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და იქ ეწერა და მე გავაკეთე. ანუ არაფერი პირადული ნამდვილად ამ მაგრამ ჟურნალისტი მაგას არის. შენ ჟურნალისტი როცა ხარ პირველი შენი კონტრაქტი კი არ არის რითაც ხელმძღვანელობ. ანუ არის ის კანონი რითაც და ქარტიის ჟურნალისტი დაგიწერეს წაიკითხე ეგ არ არის ჟურნალისტი. უნდა სულ ცოტა გადაამოწმო ჩემთან და დარეკო სანამ ეთერში ამას წაიკითხავ რომ გამარჯობათ ქალბატონო ნინო აი ეს ინფორმაცია წყარო მომაწოდა. კი ბატონო მე ვიცი რომ კანონი გავდა. ხო, ნუ აბსოლუტურად არ გეკითხები, ვინ წყარო კარგი, გავიგე, მაგრამ ჩემთან ეს ხო უნდა გადაამოწმო სულ ცოტა რომ რასაც ამბობ ეგრეა თუ არა. იქნება გიდასტურებ რომ კი, მე 1,200,000 ავიღე შარშან. როგორ არა? ესეა, გამოაცხადე, კი ბატონო, მაგრამ შენ ვერც კოლეგა ხარ ჩემი. ნაცნობიც კი არა ხარ ჩემი. საერთოდ აღარავინ არ ხარ ჩემი, იმიტომ რომ არსებობს კოლეგიალობის, აი ჩემთვის აი ყველაზე დიდი აი როგორ გითხარი პროფესიული და კოლეგიალური სოლიდარობა ეს არის ჩემი რელიგია. აი ადამიანი როდესაც ამას არღვევს და ამ წეს არღვევს ის ჩემთვის დამთავრებული ადამიანია და აეხლა მიმართავ ყველას თუ ვინმე ამას უყურებს კარგად დაიმახსოვრონ თავისუფლები არიან ჩემთან ურთიერთობაში საერთოდ შეუძლიათ გამარჯობა არა მე უბრალოდ არ უპასუხებ არავის ამ გამარჯვებაზე იმიტომ რომ ეს ის შემთხვევა არის, როცა მოქალაქეს ჩემთან ვალდებულება არანაირი არ აქვს. პირიქით არის, მე მაქვს მოქალაქესთან ვალდებულებები და მე ვალდებული ვარ, რომ მას მივაწოდო დაზუსტებული ინფორმაცია. ეს ჩემი პროფესიული მოვალეობაა. ამიტომ მას აქვს მიმღებლობა ჩემი თუ არა აქვს, ან რას ფიქრობს ჩემზე, აბსოლუტურად თავისუფალია ამაში. მანდ მივდივარ, როცა მე გულგრილობას კი არ პატიო, ანუ ვაძლევს საშუალებას რომ ისი ფიქროს რაც იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება ჩემთვისაც უმაღლესი ის არის რა ერთ-ერთი მთავარი რამაც პასუხისმგებლობას ხელი შეუწყო საქართველოში არის ის რომ პასუხს არავინ არავის არ თხოვს. ხო და აი ხა მაქსიმალურად ვცდილობთ მე და შენ რომ ყველანაირი სარჩელი შევიტანეთ ყველა პერსონალურ მონაცემთა სააგენტოს სასწრაფოდ მივეცი გამოსაძიებლად ეს საკითხი ახლა მომივიდა პასუხი და დამთავრდება თუ არა ჩაწერა უნდა დავჯდა და წავიკითხო ძალიან დეტალურად ძალიან მაინტერესებს რა პასუხი მომცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კი ბატონო ინსპექტორმა ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის იქ სახალხო დამნაშავე ბევრი ინსტიტუცია ამაში არის ეს სხვა რამეა ეს არის ადამიანს რო აიღო იარაღი და პირდაპირ ესროლო ამ ადამიანებმა მე მესროლეს მე ასე აღვიქვიეს ამიტომ აი ეს შემთხვევა მათი გულგრილობა და მათი ის კი არა კონტრაქტში რა უწერია ჩემთან ურთიერთობაში რა აი დაუწერელი რა იყო მისთვის ჩემთან ურთიერთობაში მთლიანად გადაუსვეს ხაზი ამიტომ გემშვიდობებით მეგობრებო არ გაისარჯოთ ჩემთვის ან მოკითხვით ან გამარჯვების თქმით, ან დამშვიდობებით და ასე შემდეგ. ეგ კი არა. 40 წლიანი მუშაობის შემდეგ. 15 წუთში რომ გამოგაგდებენ.
იმ ადამიანებმა მიცეს გააკეთეს, ზუსტად ვიცი, რომ გააკეთეს პირდაპირ ბრძანება შეასრულეს. ეს მათი უფლებაა. გააკეთეს. მაგრამ ყოველ დღე ვაკვირდებოდი, ვინ მწერდა უბრალოდ მოკითხვას, ხო? მოკითხვას, ნინო, როგორ ხარ? ჩემ საკმარისი იყო ყველაფერი. ყველას მივმართავ ასევე. ვისაც ესეც დაეზარა, დავამთავრე მე იმ ადამიანებთან ურთიერთობა. არ ეწყინოთ მე უბრალოდ რომ აი ჩემგანაც იგივეს მიიღებენ მოკლედ რა. აი ამაზე პასუხი ჩემგანაც იქნება იგივე. იმიტომ რომ გუნდავს რა დედამიწა არ არის ესე რომ ყველაფერი ერთნაირად და ყოველთვის ერთნაირად და არ არსებობს ეგ ამბავი. ისტორია იცვლებოდა ხალხო წაიკითხეთ 1-2 სიტყვა და ნახავთ. ივლისის რევოლუცია ჩემო ბატონო საფრანგეთში კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ დაამთავრდა ჟურნალისტების გამარჯვებით და მედიის გამარჯვებით და ბუნებაში არ არსებობს თავრობა რომელიც მედიას მოუგებს. იმიტომ რომ მედია მართალია, მე მედიაზე ვლაპარაკობ და არა პროპაგანდისტებზე. მედია მართალია. და როცა სიმართლეს ამბობ არ უნდა შეგეშინდეს. იქ ყოველთვის გაიმარჯვებ. რაც არ უნდა, თუნდაც 4-დან 7 წლამდე ემუქრებოდეს მზია ამაღლებელს. მე ვიცი რომ მზია მაინც გამარჯვებული იქნება. აუცილებლად. კი. ხო, საზოგადოების გულგრილობას როგორ სიტყვას იყენებდი პატიება თუ ემპათიურები ვართ მათ მიმართ, ვინც გულგრილობას ავლენს? მე არ ვცდილობ ხოლმე მათ ტყავში შესვლას ძალიან, მაგრამ კარგად მესმის ფაქტორები, რის გამოც სოლიდარულები არ არიან, იმიტომ რომ აი ეს პროპაგანდა აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ბიჭების, ამ ხალხის მიმართ სოლიდარობა გაუქრეს რა, აი რაღაცა ისეთი იარლიყებით მუშაობენ, ხო, აგენტია, სახელმწიფოს გადატრიალება უნდათ. იგივე ჩვენ სადაც საზოგადოებას შორის აყენებენ იმას, რომ მე აგენტი ვარ, მე არ უნდა მენდოს, ან მე მიჭრის გზას, რომ იმ ადამიანს ველაპარაკო, როგორც საქართველოს ორი მოქალაქე ერთმანეთში აზრს, იმიტომ რომ უკვე ახვედრებს იმ ადამიანს და მე ხდება ეს კედელი, ხო? ეს ფაქტორები აღწერადია რა მუშაობს, მაგრამ ხანდახან როცა ასე ძალიან გულდასმით აღწერ ხოლმე რომ სავარაუდოდ რა მიზეზები არის გამოც ეს ხალხი ხდება ამ აღქმების ტყვე და ასე შემდეგ, მე უცებ კიდე მახსენდება ხოლმე რა იცი რომ ამ ქვეყანას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმპტომების ამოცნობაში. ანუ ეს საზოგადოება ამაში არის გაწვრთნილი, იმიტომ რომ და ხანდახან მეპარება ხოლმე ეჭვი, რომ ხო არ იტყუებენ თავს, რომ თითქოს ამის ჯერათ, რასაც ამბობენ. ანუ ხო არ არის იქ უფრო მერკანტილური ინტერესები, ვიდრე მართლა გულწრფელი დაჯერება, რომ აი ლიკა აგენტია, ან კიდე ნინო რაღაცა გადამტრიალებელია საზოგადოებრივ მაუწყებლის, იმიტომ რომ მე მართლა ეგეთ დისკუსია, მაშინ შეიძლება სხვა თემები იყო და სხვა იარლიყებით იყო ბრძოლა ან მსგავსით, მაგრამ რავი, სულ პირველი მახსოვს რომელ კლასში ვიყავი, მე მგონი ნოემბრის აქციები იყო, ეთერში რომ ვუყურებდი, რომ ნარკომანები ლოთებით განან აქციას და კლასელს ხელი მოვკიდე და ვარანცოვიდან 21 საჯარო სკოლიდან რუსთაველზე ავედი და კაცო უყურებ ამ ხალხს ეს ჩვეულებრივი ხალხი დგას ამ აქციაზე ან მამა ჩემს გავს ბაბუა ჩემს გავს ჩემ მეზობლებს გვანან და მაშინ მახსოვს რომ მივხვდი რომ მეთქი რა ხდება ანუ იქ რაღაცა სხვას უყურებ და ამის ამოცნობა მაშინ თუ შეიძლებოდა ეხა ძალიანაც განსხვავებული არ არის მეთოდები და არც ეგეთი არ არის როგორ გითხრა საზოგადოება შტერი რომ ვერ ხვდებოდეს და ვერ კითხულობდეს უბრალოდ მთავარი რა მუშაობს ხოლმე იცი რომ ყველაზე ინფანტილური ნაწილი საზოგადოებისთვის რომ აი ხა არის რიგითი ბრძოლა ძალაუფლებისთვის მე ხარ რომ ამ უსამართლობაზე ხმა ავიმაღლო მე ესენი მაინც ერთმანეთში მოგვარდებიან მე შევა დავკარგო სამსახური დავკარგო ლოიალობა ვიღაცა მავად შემომხედოს ან რაღაცა და მე წინ დამხვდეს ურთიერთობაში და მოდი რა თავი ნუ ავიტკიო არ ავიტკიებ თავს რა და აი ამ გამოცდილებების გამო ურჩევნიათ რომ უსამართლობაზე ხმა არ აიმაღლო. აი მეც ეგეთ ოჯახში გავიზარდე მართლა აქეთ იყო დედა ჩემის ოჯახი რომელიც სამოქალაქო წინააღმდეგობაში ჩართული განმათავისუფლებელი ეროვნული მოძრაობის რაღაცა მთელ ქართლში გადაშვებული და აქეთ იყო მამა ჩემის დედა რომელიც მზდიდა და სუმეუნებდა რომ პოლიტიკას არ შეეხო ხმა არ ამოიღო რაღაცა რა საქმეა მე წინდა ხვდება ანუ სულ შიშების იმაში იყო თავს მოხვევაში მაგრამ ნუ მე ჩემმა რაღაცა მე ხასიათმა გადამიქნია იქით და ესეთ ამ კომფორტის ზონაში არ დავრჩი რა სადაც ბებია მეკაჩებოდა რა მაგრამ იმას უქონდა რომ ეგენი მე დაალაგდებიან ყველა მე კარგად არის და შენ წაგებული დარჩევი პატარა ადამიანი ხარ არც ძალაუფლება არც ფული არც არაფერი ეხაც არის ხოლმე რომ აი ოჯახები ახვევენ რა ახალგაზრდებს აი ამ იმას რომ თუნდაც რომ დაალაგდნენ მე ეგ დისკუსიას მქონე წარმოიდგინე რომ
დაალაგდნენ და ეხა აქეთ რო არიან ისინი მე ძალაუფლებაში მოდიან და არასოდეს არ მართლდება ან უსამართლობაზე ხმის ამოუღებლობა არანაირი მოტივით. თუნდაც გეპარებოდეს ამ ძალების პატიოსნებაში, გულწრფელობაში და მოტივაციაში და სამომავლო სამართლობას თავი დაანებონ. რაღაცაში უსამართლობაზე ხმა ყოველთვის უნდა ამოიღო იმის მიუხედავად, როგორ შეიძლება გამithარდეს მოვლენები და მერე და გაგიჩნდება თუ არა განცდა რომ აუ რისთვის ვიბრძოლე, კაცო მოხვედი და ისევ ისეთი ხარ, როგორცაც ვებრძოდი. იმიტომ რომ ეგეთი რაღაცებიც ხო სულ იყო, რომ ერთი ხელისუფლება მეორე ხელისუფლება. აი ეს ძალიან მუშაობს რა, ბევრგან მომისმენია. ყველა ერთნაირია. კი, მაგ თავარი ერთ-ერთი ძირძირია. ხო და მოკეთ იმ დასკვნის სახით იმას ვიტყვი რომ არ ვამართლებ არც ძალიან ტყავში შესვლას არ ვცდილობ, სავარაუდო მოტივაციებსაც ვხდები, რაღაც მოტივაციების უფრო თანაგზნობა მაქვს, მაგალითად სოციალური და მე მართლა მინახავს თავის დღის წესრიგში და რუტინაში ისე ჩაფლული ადამიანი, უბრალოდ არაფრის დრო არ რჩება, არ რჩება დრო, რომ გაერკვეს და რეაქცია კონდეს. ისეთი გაჭრი, ისეთი ხელჩაქნეულია, ისეთი მიტოვებულია, ისეთი გაბრაზებულია და ეგ ძალიან კარგად მესმის რა. მაგრამ რაღაც ნაწილია საზოგადოების აი ხარ დავახასიათე, მაგათთან შემიძლია კამათი და ჩხუბიც რა, რომ არ შეიძლება ეგრე ვფიქრო და ეგრე დაუკარგო შენი ოჯახის ახალგაზრდა წევრების მოტივაცია რა. ხო, მე მეგობარი მყავს ვიდან საღამოამდე შრომობს და იმაში არ მაქია. სამქროში მუშაობს და უბრალოდ არ რჩება დრო. უბრალოდ სიმართლეზე საუბარი უკვალოდ არასოდეს არ იკარგება, სუმჯერა რომ თავარია კარგად ეფექტურად მიაწოდო ეს რაღაცა რომ უბრალოდ ეხა აი გართულებულია რა, ეს სწრაფად და ეფექტურად სიმართლეს მიწოდება. იმიტომ რომ ბევრი წყარო არსებობს, ლიკა ძალიან რთულია. თან რა არის იცი? და ცუდი ისე რომ სანდო მედია საქართველოში არ საყოფილა. ხო, ეგ გვირთულებს ცხოვრებას ზოგადად ამ 30-11 წლის დამოუკიდებლობის მქონე ქვეყანას ძალიან ხო. რაღაცნაირად წუთი რო ავიღოთ, რომ უბრალოდ აზრებს თავი მოუყაროთ, ანუ ესეთ სიტუაციაში, ვთქვათ, სიტუაციის ანალიზი გასაგები არის. მე ვფიქრობ, რომ ორი რაღაც არის მნიშვნელოვანი, ანუ ის კი არა, რომ როგორ უნდა დავახციოთ პროპაგანდას თავი, რატომ უნდა დავახციოთ პროპაგანდას თავი, ეს უფრო ფუნდამენტური შეკითხვა მგონია ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანს რო უთხრა, რომ მეტი წიგნი უნდა წაიგეთ, ხო? იცი რა ქენი ორი არხი ნახე ხა. ძალიან ცნობილი იქნება ეგ რჩევა მიცე ვინმეს. მაგრამ იმიტომ რომ მაინც მე ლიკამ რაც ახსენე, იმას ვეთანხმები, ნების პრობლემა მგონია რა, ანუ რაღაცების გამო ამას არ შვებიან. ერთი არის მოუცლელობა და ჩავთვალოთ რომ გავუგეთ მაგ ადამიანს, მაგრამ არის ხალხი რომელიც რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ მართლა ვერ იაზრებს რა უცლიებლობა არის ამისთანა, რომ მან და მაინც ოპოზიციურ არხებს უყურო, მაგალითად იმისთვის რომ ინფორმაცია მიიღო, ხო? ამიტომ რა იქნებოდა ძალიან ისე შემაჯამებელი თვალსაზრისით, რას ურჩევთ, რა საჭირო არის ალტერნატიული ინფორმაციის მიღება, რა საჭირო არის მუხლუხოიანი ფორმებიანი ხალხის ყურების მაგივრად პრობლემის ყურება, რა საჭირო არის იმის ყურება, რომ ვიღაცა უბედური შემთხვევაში შეემთხვა, ანუ ესენი ხომ ამბობენ, რომ ამდენი უბედურებისგან დავიღალე და წავშალე Facebook-ი, გადავთიშე, ტელევიზორი გავიტანე. რატომ უნდა ჩვენი მოწოდება ხო ეგ არის, რომ დაანებე პროპაგანდას თავი, წადი ჭეშმარიტებისკენ. რატომ? აი რა იქნებოდა თქვენი მოწოდება? იმიტომ რომ, როდესაც არ ვიქნებით დამოკიდებული ერთ წყაროზე, გავიაზრებთ, მოვინდომებთ, იმასაც ვნახავთ, ამასაც ვნახავთ, ერთ ადამიანსაც მოусმენთ, მეორე ადამიანსაც მოусმენთ, საქმეს გავარჩევთ, შევთანხმდებით, გავერკვევით და წინ გადავდგავთ ნაბიჯს, რომელსაც აღარ ექნება პრობლემა. ეს ნაბიჯი არ იქნება პრობლემური. არამედ იქნება შეთანხმებული, გააზრებული და უკეთეს ქვეყანას შევუქმნით ჩვენს შვილებს. აი ეს დავძლებთ პრობლემებს, გადავჭრით ამ პრობლემებს. რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაგვიგროვდა და ნაცვლად იმისა, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ, ტკეპდით და პირიქით უკან მივდივართ და არ გვიდა, ხო, ადვილი არის, რომ ოთახის დაგვისას ხალი ჩაუწიოთ და ხალიში შიგდით მტვერი მოვათავსოთ. მაგრამ ეს მტვერი არსად არ მიდის. ჩვენ კიდევ გვჭირდება, რომ ერთად მოდით რა, ეს ხალიჩაც გავბერტყოთ და ეს მტვერიც ოთახიდან გავიტანოთ. არ დავნებდეთ. არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველამ ვიცით რომ მოვკვდებით. ხო, მაგრამ ცოცხლობთ. და ვაწვევით ბოლომდე და ვიღებთ მაქსიმალურს იმისგან, რასაც ქვია სიცოცხლე, ხო? მე ვარ კატასტროფულად ცნობის მოყარე ადამიანი და აქვე მიეგავხსენო ცოტნე ჯავახიშვილი ადამიანი, რომელთანაც არანორმალურად სიამოვნებ და აი სვამდი ყველა კითხვა, სულელურსაც კი, იმიტომ რომ აი ეს ცნობის წადილი რომ აი ჩავძრე და ნახო და აი მოვისმინო და მოусმინო ადამიანებს შეიძლება რაღაცა ვერ გავიგო, მაგრამ
უფრო ახლოს მივდივარ სიმართლესთან, უფრო ახლოს მივდივარ ჭეშმარიტებასთან. სულ რო გაწუხებს, მაგალითად, როგორ ჩდება, საიდან მოვედით საერთოდ? ვინა ვართ, რა გვინდა საერთოდ? მაგ შემთხვევაში თუ ჩვენ ვაწვევით იმას, რომ მე პოზიტივი გვინდა, რისთვის ვიწვალებთ მაშინ თავს? ვიწვეთ, ამოვწვეთ და აგერ კაკლიშეროში. ჩამოვარდება იმ კაკას, შეჭამ არც იმაზე გაინძრები მაგალითად, მაგრამ როგორც კი ადამიანს მეტი ინფორმაცია აქვს, მას მეტის გაგება უნდება. ეს არის ავტომატური პროცესი. და სიცოცხლის, აი, როგორ გითხრა, ეს არის მამოძრავებელი ძალა. რა თქმა უნდა, ღმერთო ჩემო, მე ამას აქში მყოფი ადამიანი გაცილებით მეტი ინტერესი მაქვს ახალგაზრდებთან ურთიერთობებს, იმიტომ რომ აი ეს თაობათა შორის სხვაობები, აი ეს მათი აღქმა ჭეშმარიტების ჩვენი აღქმა, აი რამ შეიძლება ბიძგი მისცეს, მაგალითად, ჩემი ასაკის ადამიანს აუცილებლად არის ახალგაზრდა. მე ჩემს სახლში უკვე 3 თაობა ვართ რა. 4 ვიყავით რაღაც პერიოდის წინ და აი ეს ისე მომწონდა ეს ხაზი და ეს განსხვავებები და მსგავსებები, ეს სურვილი რაღაცა კიდე მეტის გაგების. გააღვიძოს უნდა ადამიანმა თავის თავში ცნობის მოყარება, რომელიც მასში დევს. იმიტომ რომ ადამიანი რო იბადება, ეს კითხვის ნიშანი, ვისთვის გავჩდი და რატომ მივდივარ, მუდმივად ეს ცოცხლობს. აი ეს უნდა გავაღვიძოთ. და რა ვიცი, იმედი მაქვს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს. იმიტომ როგორც კი ჩამოივლიან ხოლმე ეს ოქროს ახალგაზრდები, მით უმეტეს აი საზოგადოებრივი მაუწყებლად რომ დაიძრებიან. მიდია სიცოცხლე, აი იქ მიდის ეს ყველაფერი. და მე ვხედავ, რომ არ არსებობს ამის გამჩერებელი ძალა, უბრალოდ არ არსებობს. აი ეს პროპაგანდა გეხვეწები. 21 საუკუნეში ყველაფერზე სისულელე აბსოლუტურად ისე, რა ვიცი. მოკლედ რა, არ დავაძინოთ ეს ცნობის მოყარეობა ჩვენ თავში. და თუ გვინდა რომ მეტი ვიცოდეთ და აი როგორ გითხრა რა, უკეთ ვიყოთ და აი ეს არ დავნებდეთ, თუნდაც სიკვდილს არ დავნებდეთ. ხო, იცი რა არის აპოკალიფტურად საუბარი არ მიყვარს ხოლმე და ის რაღაც აპოკალიფსურად აღწერა რაღაცებს. ზოგადად, როცა Google ადამიანებს ვსვლაპარაკობთ, იქაც გამორჩა რა. დამონათებაც არ მიყვარს. ბევრჯერ მიფიქრია, ბევრჯერ შევსრულა მაგროლში და არც ერთ ვერსიაში არ უმუშავია რა, თან გააჩნია დამონათებას და ტექნიკას და რა პოზიციებიდან ლაპარაკობ რა. თორე ძალიან გული ნების წამძლევს ხოლმე და ძალიან მიყვარს ეს რაღაც თქმა რომ შენი ბრალია. მაგრამ ხო არ მუშაობს, იმიტომ რომ მეძახის სურვა აი შენი ბრალია, რაღაც მომენტში აღარ გისმენ რა და მაინც მე მემართებს ხოლმე საკუთარ კეთილ გონიერებას მოვუქოლ ხოლმე რა. ხო, იმიტომ რომ გაგირბისის რა შეიძლება პროპაგანდა რატო უნდა აი ხო აპოკალიფტური სიტყვები და მახსენე რომ ეგეც ცოტა ისეთ თუ რაც ხატავე ხარ რა, უნდა მიხვდე რომ შე რო ანუ ძალაუფლები ისა ეხა ვინც არის თავში რა, ის მშვიდად არის, იმიტომ რომ შენ მოგატყუა რა და შენნაირი ბევრი მოატყუა და იმედი მაქვს რომ შენ მოტყუებული ხარ. ხმას არ ამოიღებ და იმ ჩვეულებრივ შენ თანამოქალაქეს უფრო ადვილად დაჩაკრავს რა. და არ უნდა გახდე რა იარაღი შენი თანამოქალაქეების ჩაგვრის რა. არ უნდა დაეხმარო ამ პროპაგანდას რო უქმნი ილუზიას რომ შენ ხარ მოტყუებული და მიიღე მისი არგუმენტები, მისი აღქმები, ეს რაღაცა თავის გასამართლებლად კარგი არგუმენტები, ის ისეთი იყო, ეს ასეთი ხო არ არის და რაღაცებს რო გთავაზობს. აი უნდა დაფიქრდე ამაზე, რომ ხარ გატყუებს, იმიტომ რომ შენი თანამოქალაქეები უფრო ადვილად დაჩაკროს. და უფრო ადვილად დაიმონოს რა და გაუმწაროს ცხოვრება. და ამაზე თუ დაფიქრდები, რომ მართლა ადამიანებს უმწარებს ცხოვრებას, შენი შვილის მსგავსებს და შენ უბრალოდ ჩვეულებრივ დიდარი მილიარდელი ადამიანის იარაღი ხარ, რომელიც თავის შვილებთან ძალიან კარგად ცხოვრობს. შეიძლება თავი შეგეძიწყოს. მე ეს მგონი. უბრალოდ ამას კარგად თუ გაუსწორონ თვალი რა. აღიარებითი ჩვენება მისცა ადამიანმა, რომ მეო ჩემი ფული მაინტერესებდაო, თორე სხვა კი არაფერი, ეს აფაქტიურად ეს ჩვენ მოვისმინეთ ადამიანებო. ამას ახლა რა გაშიფრვა ჭირდება, ან კიდე მეტად როგორ უნდა უხსნა ადამიანს. ხო, ადამიანი თავის პირით ამბობს, რომ აი ამისთვის, რომ მე ჩემი ფული მაინტერესებს. ესე იგი, შენ მისთვის არ ახარ ობიექტი ინტერესის. აქედან ამოდი. და აი შენ თავს ცოტა შეუძახე, რომ ასეთი მამა არ მინდა საკუთარი. კი. მამა ჩემს რო ეთქვა, მაგალითად რომ მე კაცო ფული მაინტერესებს, რაც გინდა ისკენი, ნამდვილად გეუბნებ. არ ვიცი, აი. ხო, ანუ ერთი იმედი რაც არის ამ ჟურნალისტიკის გადარჩენის, ასე ვთქვათ, სადაც ყველაფერი შეზღუდული არის, ორი სისტემა, ორი ნაწარმოები ვიცი, სადაც მაინც მონახა ჭეშმარიტებამ თავისი გზა.
უბრალოდ სამი შეიძლება იყოს რა, დღიური არის რა ეს რა, ანუ ლეონარდოს დღიური, სადაც აკრძალული იყო რაღაცების თქმა და დღიურში წერდა უკუღმა რო არავის არ გაეგო და ასე შემდეგ. ორველთან არის აღწერილი რომ ეს ვინსტონი იწყებს დღიურის წერას და ამბობს რომ ვწერი იმას, ვინც მომავალში ამას წაიკითხავს და იოსებ ჭედლიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, პოეტი ქართველი, რომელიც მეორე დღიური გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა, პირველი დავკარგეო, დასაწყისში ამბობს, ისეთი კაი რაღაცები მეწერაო და მეორე დღიურში ამბობს, რომ ნეტა ვისჭირდება, მაგრამ აი იქნებ ის ჩაუვარდეს ისეთ ადამიანს ხელს, რომელიც გაიგებს საერთოდ რა ხდებოდა ჩვენს თავს. და ხო, კი ბატონო. დას აი როგორ დავემართა ხა. არა, უბრალოდ ეს სწრაფვა იმისკენ, რომ მე როგორც მოქალაქე შემიძლია ვწერო დღიურში მაინც რა არის ჭეშმარიტება, არის ჩემთვის რაღაც ინსტინქტური ამბავი არის. შეიძლება ყველას არ ჭირს ეს. ანუ იოსებ ჭედლიშვილს წესიერ ქვეყანაში შეეწყო, შეიძლება მაგარი ჟურნალისტი გამოსულიყო, იმიტომ რომ დღიურის წერა მაგიტო დაიწყო, რომ ვიღაცისთვის რაღაცა ეთქვა, ის რაც ხდებოდა მის გარშემო და ეს იმპულსი მგონია მართლა უსასრულო ამბავი. ანუ სულ ყველაფერი დახურონ და ეგონოთ რომ აი ყველაფერი გავაჩუმეთ, მინიმუმ ეგ დიალოგი სადღაც იწარმოებს საკუთარ თავთან ერთმანეთში, იმიტომ რომ არც ერთმა სისტემამ ვერც ერთმა ვერ შეძლო აი ამ იმის დიალოგების თუ ჩუმი ჩურჩულის საბოლოოდ ჩაკვა, ხო? ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის და ამიტომ ეხლა ჩვენ ისე რაღაცნაირად მას რო გადავხედოთ ჩვენს ყოფას, ამას ვხედავთ, რომ იმის მაგივრად რომ აი ამ შეტევას საზოგადოება ჩაეკლა რაღაცნაირად, პირიქით რეაქციას ვხედავთ. ბოლო ერთ კვირაში 1-3-4 ახალი პოდკასტი ვნახე ადამიანების მხრიდან, რომლებიც არასდროს აქამდე უბრალოდ სტატუსს არ წერდნენ Facebook-ზე, ეხლა საკუთარ სახლში ვიდეოს წერენ, მეც ასე დავიწყე და ეხლა ასე ვზივართ, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ რაღაცა ნიუანსები, რომელსაც თქვენ ვეღარ ფარავთ, გარკვეული მიზეზების გამო, მოქალაქეები ვართ ვალდებულები, რომ დაგეხმაროთ და ის ფუნქცია ავიღოთ, რომელიც ჩვენი ფუნქცია იდეაში წეს შეიძლებოდა სრულყოფილიყო და ალბათ უკეთესი ქვეყანა იქნებოდა, მაგრამ ეხლა ამ საჭიროებას რა ხამხედავთ, უნდა გავაკეთო და ამას მოუწოდებდი პირველ რიგში ხალხს, რომელიც პასიური არის და პროპაგანდას უსმენს, რომ თვალების დახუჭვით პრობლემები არ ქრება. ეს ჩვენი ეგეც ხო ინსტინქტი არის რაღაცნაირად, რომ ჭიქა რო ვარდება ყურებზე და თვალებზე, იფარებ, რომ თითქოს არ არის რა და ამ ხელის გაშვება ხო მოგიწევს როდესმე რა. ეხლა რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე ყურებზე ხელს აიფარებ, რომ არ უსმე მე პრემიერმა რა თქვა. არა, მე ჭიქა მოხვდება. ვიზაზე რო შეხვალ რიგში, ეგ ხო იქნება შენი ჭიქა მოხვედრილი და მეორე ოდნავ აქტიურ ხალხს ეხლა არის დრო რომ მოუწოდოთ, რომ უფრო მეტად აქტიურები უნდა იყვნენ. და განსაკუთრებით ინფორმაციის მიწოდების, გავრცელების, ანალიზის მიმართულებით, იმიტომ რომ ყველაზე საჭირო ალბათ დღეს არის ეს, მაშინ როდესაც ვხედავთ რა უნდა ხელისუფლებას ყველაზე მეტად რომ მოკლას საერთოდ ნებისმიერი ტიპის მე მგონი მოქალაქეები ესეთი აქტიურები არასდროს არ ყოფილან. ჩვენი 30-წლიანი ბოლო უკანასკნელი უახლესი ისტორიის განმავლობაში ესეთი პასუხისმგებლიანი და ესეთი აქტიური მოქალაქეები ის ხალხი, რომლებიც დღეს არიან აქტიურები, არასდროს არ ყოფილან. და ამ რაოდენობით და ხარისხითაც. ასეთი არ ეგ არის ჩვენი შანსი. აუცილებლად შანსი არის და თან მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება, მე მგონი. სხვათა შორის აი ის რომ ჩვენ სურვილი გვაქვს რომ რაღაცა ხო რაღაცა აი ერთი წამი და ჩერდები ხა ლეონმა ისეთ ხალხი და სახალხო ძალიან მსხვენია რომ რაღაც მივეწეპო ამ არაჩვეულებრივ სამეულს, მაგრამ აი ახლა როდესაც დიდი პაუზა მაქვს, ასე ვთქვათ, კარიერაში, ხო? აი ახლა პირველად ცხოვრებაში ავიღე ხელში გალამი და დავიწყე წერა. თან კალმით დავიწყე წერა, რატომღაც, იმიტომ რომ ნუ მე იმ თაობის და იმ ეპოქის ვარ, სადაც ეს უფრო მიღებული იყო, ხო? აი ყველაფერი, რასაც მე ახლა ვწერ და რასაც ვიხსენებ, რაც ჩემს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობას ეხება, აი ამან მე გამათავისუფლა ბევრი რაღაცისგან, თუნდაც იმ ტკივილისგან, ან რაღაცა ისეთი მძაფრი ემოციებისგან ამ ადამიანების მიმართ ვის გამოც მე ხარ რაღაცა გულის ტკივილი ან რაღაც მივიღე აბსოლუტურად გავთავისუფლდი ამისგან და მე მივხვდი რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს როცა ადამიანს აქვს იმის საშუალება და აი ეს ძალიან დიდი რამეა როცა შენ აღწერ აღარ მახსოვს გული სოკრატესა იქნა თქვა თუ ვერ ცვლი აღწერე ანუ ესეც კი რა თქმა უნდა შეცვლის მერე ესეც ამხელა მნიშვნელობის არის ეს დაგვიბარეს გვითხრეს ასე რომ დავწეროთ ყველა დავწეროთ რაც გვაწუხებს თუ ვერ ვდგევართ დროში ხელში ეს მაინც გავაკეთოთ მინიმუმ ეგ მაინც ვქნა ძალიან დიდი მადლობა შენ ყოფნისთვის და შევხვდებით აუცილებლად